იაკობ, ვერც მეგორი ავი, ვერც კენანი. გადასახლდა იაკობი შინა ქვეყანასა, საცხოვრებელსა მამის მისისა შინა ქვეყანასა კენაყანისა. ყველაფრის დასაწყისში მე მინდა რომ ვთქვათ და ეს ღიად ვთქვათ რომ დღეს ვიწყებთ ჩვენ იოსეფის და მისი ძმების თავგადასავალ ისტორიას, როგორც რომ ვიცით, რამხელად დიდი ტრაუმა არის ჩვენ ერისთვის. დღევანდლამდე ის ამბავი, რაც რომ მოხდა მაშინ იმ გარკვეულ პერიოდში, როცა რომ ძმებმა რაღაცნაირად მათ მონაკვეთის გამო, ძმების მოქმედების გამო გაიყიდა იოსეფი. მე ჩემს სიტყვებს ძალიან ვფრთხილდები, იმას ვერ ვიტყვი რომ ძმებმა გაყიდა იოსეფი და ამას მე შემდეგში თუ რაღაცა რო გვექნა, თან ავსდი რატომ არ ვამბობ ასე, ხოლოდ მათ მონაქმედიდან კი გაიყიდა იოსეფი ერთი. და მეორე კი ამასაც უყურებთ რომ აქ თორა ანაშაურებს იოსეფსაც ამ თელ ამბავში. ეს არ მოდის ერთ მხრიდან მარტო რომ ძმება დააშავენ იოსეფის წინაშე. აქ ჩანს რომ იოსეფმაც დააშავა ძმების წინაშე და ეს ღიად არის გაფირუშებული და ახსნილი თორაში ეს ყველაფერი ამბავი. ამას ჩვენ ცოტათი ოდნათი მაინც გავაფირუშებთ და ავხსნით, რასაც შევძლებთ ღმერთის წყალობით. ვაიეშებ იაკობ ვერც მეგური ავი, ვერც კენაყან, დასახლდა იაკობი შინა ქვეყანასა, საცხოვრებელსა მამის მისისას, შინა ქვეყანასა კენაყანისას. თორა გვიწერავს პირველ სიტყვაობაში დასაწყისში შესავალში, რომ იცოდე ადამიანო, იაკობმა მოვიდა დასახლდა, სადაც ცხოვრობდა მამამისი იცხაკი. და ეს გასაკვირი არის ჩვენთვის, იმიტომ წავიკითხეთ უკვე წასულ პარაშაში, რომ იაკობი მიდის საცხოვრებლად მამამისთან და ჩვენ ვიცით უკვე რომ დაბრუნება იაკობის ეს იყო იმისათვის რომ დასახლდეს მამასთან. რისთვის მეორებს ამას თორა ხაზს უსვამს ამორწინა დადებას. პირველს ვაიეშებ იაკობ ვერც მეგური ავი, ერთი მამის საცხოვრებელ ქვეყანაში დაჯდა იაკობმა საცხოვრებლად და მეორე ეს არის კენაყანის ქვეყანა. ვიცით რომ იცხაკი ცხოვრობდა კენაყანში. ის არ გასულა ერეთიდან, ცნობილი არის ყველასთვის. მაგრამ სეფერ თორამ ხაზი გაუსვამს სიტყვებს და გულისხმობს ამ სიტყვებში რომ იაკობს ორი დიდი დანაშაული ჰქონდა, რომელიც რომ იაკობმა დღეს ჩვენ პარაშაში ხედავთ რომ გამოასწორა. რა იყო მისი დანაშაული? რომ წავიდა იაკობმა მიატევა მშობლების ოჯახი. პირველი დანაშაული რომ 22 წელიწადი მოწყდა მამას და დედას. არ უნახავს მშობლები და ამ 22 წლის სიშორვე მშობლებიდან იაკობს სოდო შეეთვალა. ამიტომ ამბობს თორა და წერავს ეს სოდო პირველი რომ მშობლებთან იაკობი აღარ არის კიბუდ აბაემი მშობლის პატივცემას აშორდა იაკობი ამდენი წლებით ეს კი იაკობმა გამოასწორა. ხლა კი ეს სოდო იაკობს აღარ ედება, რადგანაც რომ იაკობი დასახლდა მამამისის საცხოვრებელ ადგილზე. მეორე სოდო რომელიც მოსდევდა მამა ჩვენ იაკობს 22 წელიწადი რომ ის არ ცხოვრობდა ერეთში, ამ წმინდა დედამიწაზე ერეთ ისრაელს მოწყდა და წავიდა უცხო ქვეყანაში საზღვარგარეთ, თუმცა მშობლების დავალებით, მაგრამ დიდი რაოდენობით წელი იაკობი არ იყო ერეთში და ეს არ იყო აუცილებელი. და ესეც იაკობს სოდო შეეთვალა, ხაზი გაუსვა თორამ რომ ხლა კი იაკობი შემთელებული არის. ბიკეშ იაკობ ლაშევეთ ბეშალვა. მოიდომა იაკობმა ხლა კი გალაღებულად, დამწყნარებულად დამსახლდები. სოდობრალი აღარ ვსდევს, მამის ოჯახს დაუბრუნდი, ერეთს კენაყანს შეუერთდი. ეს ორი სოდო გამოასწორე. ეს კი ნამდვილად შემთელებული ვარ გამჩენთან. ამიტომ დაწერა თორამ
დაიწყო ამ შესწავლით დასახელდა იაკობი შინა ქვეყანასა საცხოვრებელსა მამის მისისას შინა ქვეყანასა ქენაყანსა აქ კიდევ მე მინდა რომ ხაზი გავუსვა ამბავსაც მე ეს პატარა და ჩემნაირი კიდე 1000 ვერ ახსნის ვერ შევა იმ თელ ამბავში რაც რომ ეხება იოსეფის მოწყვეტას მამიდან და იოსეფის გაყიდვას მე ამას შემთავზე ვერ დავიკისრებ რომ რასაც ვიტყვი ეს ყველას დაკმაყოფილებს იმიტომ მეც შიგნით ვერავარ დაკმაყოფილებული როგორ მოხდა ასეთი უბედურობა ძმებში რომ გაიყიდა ძმა და ჩავიდა საცხოვრებლად უცხო ქვეყანაში ყველაზე მძიმე პარაშა რო იცოდეთ ჩემთვის როგორც მოდარაშე რაბი სეფერ თორაში ყოველთვის ეს არის პარაშათ ვაიეშე ყოველთვის იმიტომ ჩვენი უბრალო გაგება ყველა მოქადაკეს გამოსვლელი მოლაპარაკე გამშიფრელი კომენტარის გამკეთებელი ჩვენ პარაშას რომ ხედავთ იქ ხედავთ რამოდენ ადამიანებს ყოველ უბოლ პარაშაში არის კეთილი და არის ბოროტი კეთილს კი ავწერთ მის მონაკვეთს და სწავლობთ ბოროტს დავსრახავთ ვიტყვით რატო იყო ცუდი და რატო იყო მისი ნაკნარი ბოროტული ნაკნარი მაგალითები აიღეთ ყველა პარაშაში აქამდე არ აქვს პრობლემა მაგრამ ამ პარაშაზე რომ მოვდივარ ძალიან დიდი პრობლემა მაქვს ბერეშითი ადამი და ნახაში უსწენებელი ნახაში ბოროტი ადამი კეთილი მერე სოდობრალის ჩამდენი ხალხი ენოშის დროდან და მადლიანი ხალხი როგორც იყო ხანოხი და მეტუშელახი აი ბოროტი აი კეთილი ხალხი ნოახის პარაშა აიღეთ ნოახი და მისი შვილები და კაცობრიობა კატასტროფაში ყოფნი სოდობრალში გაყვეული და ესენი კი მათმა კიდობანმა ცხოვრების კიდობანმა სიწმინდემ გადაარჩინა აი კეთილი და აი ბოროტი ხალხი აი ნოახი აი მისი შვილები და მისი თაობა რომელ ეპოქაში ცხოვრობდნენ მერე შემდეგი აიღეთ მამა აბრამი რომელიც რომ გზანდებოდა მანათლობელი კერპების დამრტვრევი წვენის გამომცხადებელი დამდგარი და მაყვირალა ყველგან აშემოა ელოკიმ უფალი გზანდება ღმერთი ბატონი ის გზანდება ჩვენი პატრონი ჩვენი გამჩენი სამაგიეროდ ნიმროდი რომელიც რომ ბოროტი იყო კერპებს მსახურებოდა ვარსკვლავებს ეთაყვანებოდა დედამიწას ღმერთად აქცევდა ცეცხლი კი ისეთ ძალებს უწერავდა ესე იგი ისეთ სახეს აძლევდა თუ ვინდა ღმერთი ყოფილიყო ყოლმის ასეთებს ვას კლდეს ცეცხლს აერს ვარსკვლავებს ცას გზეს ფარეს ამათ ეთაყვანებოდა მოდის აბრამი და ამხელს ამათ ყველას ერთი გამჩენი ღმერთი ყავს მოდი ღმერთს მსახუროთ ორიგინალმა აჯობა ყველა ყალბს და ყველა გაყალბებულს აი აბრამი კეთილი ჭიშმარიტი ღმერთიშვილი ნიმროდი და მისი თაობა ყველანი ბოროტები გადადის შემდეგში აბრამი ჩადის ეგვიპტეს ხალხი ბოროტები აბრამი ჭიშმარიტი ცადიკი ვამხელთ ავიყვანთ ბედნიერს მოვამაღლებთ და ვინც იყო ბოროტები ცუდი ხალხი ცუდი ჩამდენი სოდობრაში გათქვეფილები მათ დავაქვეითებთ მათგან ვსწავლობთ რას გავშორდეთ ჭიშმარიტიდან რას დაუკავშირდეთ აიღეთ შემდეგი სარა და აგარი სარა და ჩვენი ცადეკეთი აგარი რომელიც რომ არ იყო იმდენად მიკრული თავიდან გამჩენ ღმერთზე შემდეგი აიღოთ იცხაკი და იშმაელი ჯელობს იცხაკი მოკლას 4-5 წლის ასაკში იყო იცხაკი როცა რომ ისრებს უსროლი და მის სიკვდილს ეძებდა იშმაელი აი კეთილი და აი ბოროტი მერე ესავი და იაკობი როგორც რომ წავიგითხეთ მერე ლაბანი და იაკობი მერე შხემის ხალხი მიხელაუბედურობის ჩამდენი დინასთან დაკავშირები და შემდეგი ყველაფერი ყველა პარაშაში
არსებობს კეთილი, არსებობს ბოროტი. განაწილებულია ადვილია ჩემთვის, რომ გამოვდივარ, გავშიფრო ეს თუ ის, ვისწავლო აქედან თუ შევერთებ მეორეს, მაგრამ ამ ფარაშაზე რომ მოვდივარ, რომელი ავწიო, რომელი კარგად ვახსენო და რომელი დავწრახო, რომელი ჭიშმარიტად გამოვაცხადო და რომელი ბოროტად. ყველანი იაკაკობის შვილები არიან, ყველანი ღმერთის შვილები, სულ ღმერთის არჩეული ხალხი. ამ ფარაშაზე რომ მოვდივარ ყოველთვის, აქ ცოტა გვიზრდება, მაგრამ მე ამ სიტყვებს იმიტომ ვამბობ, რომ დაუკვირდით კარგად ყველამ, ეს ამბავი არ არის კაცობრიული უბრალო გადახედვით მომხდარი ამბავი. დაადგინა თალმუდმა მასხეთ შაბათში. ראוי היה יעקב שירד למצרים בשלשלאות של ברזל. იყო მიზან შეწონილი, ჩასულიყო და შეყვანათ, ჩასულიყო კი არა, შეყვანათ იაკობი ეგვიპტეში დაბორკილი ჯაჭვებით და რკინის ჯაჭვებით დაინგრეთ და შეყვანათ იაკობი. რატომ? იმიტომ რომ ჩვენმა დიდმა მამამ, პირველმა მამამ აბრამმა ღმერთი როცა ეცხადება მას, დაეუბნება, შვილო, აირჩიე შენ, შენი შვილმამავლისთვის, რა გინდა? მე შემიყვარდი, მიყვარ შენი გზები, მინდებ ხარ და გირჩევ. არსებობს ეს ქვეყანა, არსებობს მეორე სამყარო, რომელიც არის ყოლამაბა. შეგიძლია რომ ამ ქვეყნა დაიტანჯო შენი შვილები, გალუჩში იყვნენ, მაგრამ მომავალში მათთვის იქნება დამზადებული უდიდესი მარადიული სიცოცხლე და მარადიული ცხოვრება. ან შეგიძლია რომ აირჩიო აქაური ცხოვრება და აქ მოქცე შენი კირა გადაგიხადო და ამითი დამთავრდება. იაკობ აირჩია ყოლამაბა მეორე ყოლამი, ამ ყოლამზე ვიტანჯოთ. არა პრობლემა, ღმერთო, შემდან დაიწყე, მე ვიქნები პირველი. მართლაც აბრამიდან დაიწყო, ამიტომ აბრამი ჩადის ეგვიპტეში. ჩასულა აბრამის ეგვიპტეში, დაიტანჯვები და შემდეგში იცხაკი, როგორ იტანჯება, ყველგან ეძებენ წყალს, ყველგან ყოველთვის პრობლემა ჰქონდათ, ყოველთვის ვიღაცა მტერი გედაეკიდა. აგერ ფელიშტიმის მეფე აბიმელეხი, აგერ ეგვიპტეს მეფე ფარყო, აგერ სხვადასხვა პრობლემები მწყემსებთან თუ შინაურებთან, ლოთთან თუ სხვებთან, ბოროტ ხალხთან. ხელმწიფეების ომები, თავგდასხმები და ათასიარეულობა, რაც რომ აბრამ და მის ოჯახს ნახულია ისტორიის თლიან პერსპექტივით რომ გადავხედოთ. მაგრამ აბრამ ავინუმ აირჩია მაინც ყოლამაბა, გამჩენს მოახსენა ღმერთო, დაიწყება ჩემგან, ეუნება კადოშ ბარუხო ბენა ბეტარინზე, შენი შვილმამავალი ხიზნად იქნებიან, გერად ჩავლიან, იცხოვრებენ უცხო ქვეყანაში 400 წელიწადსაო, რომელიც სინამდვილეში 200 წელიწადია. მაგრამ რატო? თუ არის დაწერილი თორაში 400, რატო იყო ჩვენი მამა პაპა 200 წელიწადა? შეგიძლია. იმიტომ რომ მამებაც გაგვიარდვილენ. ჩვენთან დავიწყებთო, ჩვენ ვიქნებითო, იცხაკის დაბადებიდან დაიწყო ანგარიშში უკვე გალუთის, დიასპორის, ტანჯვის, იესტურიმის, ჩაითვალა იმ წუთიდან იცხაკი რო დაიბადა, მართლაც ანგარიშში. იცხაკის დაბადებიდან, ისრაელის გამოსვლამდე ისრაელიდან, ეგვიპტედან, ზუსტად 400 წელია. და რატო წელია თორაში 430 წელი ერთ ადგილზე? ეს არის იმის შათვლით, თუ დავიწყებ ბენაბეთარინ, როგორ მეცხადა გამჩელი აბრაამ. იმიტომ აბრაამმა იმ წუთიდან აიღო თავის თავზე. ამიტომ გამოდის 430 წელი. მათმა წლებმა, აბრაამის 30 წელმა ცოტა დაუნელა იცხაკის იესტურინს. იცხაკის წლებმა და იაკობის ტანჯვამ დაუნელა შემდეგში ჩვენ მამა პაპას ეგვიპტეში 400-ის მაგივრად 200 წელი. აქანაც სეფერ თორაშიც. გარემეზებული არის.
მაშ ვაიეშევ იაკობ ბერეც მეგურეავი რო აიღოდეს სიტყვები გამოდის ზუსტად ყველა განუიოთების შემდეგი რაც უნდა გეარა იაკობის შამამავლობას იაკობ იოდ მალხუთ იავან ეს არის საბერძნეთის გალუთი ბერეც ბეთ იწყება ბეთით ბაბები მეგურე მემ ეს არის მა და ის სპარსეთი ავივ ალეფ ეს არის ედომი ესე იგი ამ სიტყვებში იაკობ ბერეც მეგურე ავივ აქ არის ჩასმული პირველ ბუკვებში ყველა ოთხივე დიასპორაში ისრაელის გადახვეწა და გადასახლება იაკობიდან ეს ამბავი იწყება უკვე ჩასვლა ეგვიპტეში უკვე იწყება ესე ამიტომ არის მოდის აქ ეს რემესი იაკობ იცოდე კიდე გამჩენიონება შვილო შენთვის ეს ამბავი იქნება როგორც გეინამის ალი როგორც ჯოჯოხეთი ამიტომ არის რო აიღოთ სიტყვები იაკობ ბერეც მეგურე ავივ ბოლო ბუკვები გემატრია 108 გამოდის გეინამი 108 გამოდის ზე კენეგეთ ზე შენი გეინამი ამ გალუთიდან იწყება იცოდე ამ ჩასვლიდან შენი შვილის მოწყვეტიდან აქედან იწყება ეს ყველაფერი ამბავი აქ კიდე გარემეზებული არის 200 წელიც უნდა გეარა ჩვენ მამა პაპას მოკლედ ჩასული არის აქ ბევრი სითრე თორა ბევრი საიდუმლოები თორის თითო სიტყვაში დაკვირთულია ამიტომ ყველაფერს ბევრის რო გინდოდეს ვერ შეყოლ ვერას მაგრამ ესეთი აქსიომა დავსვი რომ იაკობი რადგანაც რომ მამა აბრაამის თავსი აიღო გალუთი დაიღო რომ გავალთ გალუთში იმისათვის რომ მოვიხერთოთ შევიყიდოთ ყოლამების სიცოცხლე მარადიული სიცოცხლე სულიერი სიცოცხლე შემდეგი სიცოცხლე ხორის მიღება და გამჩენის ბოლომდე სამსახური აშიაკის მომბრძანები სადაც სიკვდილიანობა მოისპოვა და აი ეს რადგანაც იაკობმა და იცხაკმა და აბრამა იღენ თავიანთ თავზე ამიტომ იწყება იაკობიდან გალუთი ყველაფერი ესე იგი თუ ასეა და კაცმა დათანხმდიდა შენ ეს მიღებული გაქვს შენ თავზე ბორკილებით რო შეეყვანა გამჩენ იაკობი ესეც მისაღები იყო ისე კახა შენ მოაწერე ხელი ამ ამბავზე შენ ამაზე მოწერილი გახელი რა არის გასაგები მაგრამ რა თქმა ღმერთმა იკურთხოს მის სახელი ისეთი რაღაცა ჩამოაგდო ძბებში რომ ამ ამბავმა გამოიწვია იოსების გაყიდვა მერე კი საპატიმროში იოსების ჩასმა მერე ეგვიპტეზე მეფობა სოფლიოში აღიარებული ცნობილ ადამიანად ყოფნა და იაკობის გამოდი ღირსებით ეტლებით და სიპატიოსნით ჩაყვანა ეგვიპტეში და დასახლება იქ ესე იგი ბოლო ჯამში მაინც მოვიდოდა ეს ამბავი რო არ მოხდარიყო იოსების ჩასვლა ეგვიპტეში ძალით მოვიდოდა გამჩენა მოაწყო ჩერეს იოსებით ყველაფერი აი პატარა შესწავლები გავაკეთეთ რა თქმა უნდა სადაც გიყვართ კაბალის სფეროში რომ დავუკვირდეთ იაკობ სიტყვას იაკობი რო შეანსო ბოლომდე რო იცოდეთ გამოდის მერე შემდეგ შიგნით შემსებული ბუკვებით გამოდის 566 გემატრია თემო იეშურუნ რომელიც შედგება ტინოკ იონეკ შედეიმო ეს არის სეკრეტი მაშიახ ბენ იოსეფის მაშიახ ბენ იოსეფ გემატრია 566 ესე იგი თოლედოთ იაკობიდან გამამდინარე გამოსული მის შიგნით ფურობიდან გამოსული შინაარსიდან ეს არის იოსეფი აი იმიტომ იოსეფიდან არის პირველი მაშიახი რომ უნდა მოვიდეს რომელიც არის მაშიახ ბენ იოსეფი მერე მოდის მაშიახ ბენ დავითი ამიტომ არის ფარაშად ვაიგაში ვნახავ იუდა რომ მიახლოვდება იოსებს ასეუნება ვაიგაშ ხელავ იუდა ვაიომერ ბი ადონი არის ბი ასკია ეს იყო ბი ადონი შენეო მე არ ვიცი ხარო შენ არის ცუდა იუდა და წარდა გამშება აშპაღალ წინასწარ ვეპყრობა
ჩვენ მამებს რო ჩავიდნენ იქანა და არ იცოდნენ ვინ იყო რა ხდებოდა თავგადასავალი რა ღმერთმა რა მოახდინა იქ არ იყვნენ აზრზე ხოლოდ ხედავ რომ დიდი ბედისკაცი ხარ ხედავ რომ შენ ახარ ვიღაცა რომლიდანაც მსოფლიო დამსწნელიო უნდა დაიბადოს არ ხედავდა ვინ ხედავდა რაც ხედავდა მსოფლიო დამსწნელი ვიღაცა ხოლოდ როგორ მხრიდან როგორც მასშიახ ბენ იოსეფი ამას ვერ ხედავდა ესე იგი სურათი არ ქონდა ბროლი ბოლომდე მაგრამ რომ ბუმბერას იბადებოდა ამის წერიდან იცოდა რაიონება არ გეგონოს შენ მარტო შენზე მეტი მე ვარ ჩემთან გამოდის ვინც კაცობრიობას დაიცნო ეს არის მასშიახ ბენ ვი ადონი ნუ მოკლედ პატარათი ასე დავიწყეთ ხა დავიწყე შაშკი და მე რაც შეძლებთ შეგვიძლებინეს აკადოშმარო და ეს არის თავგადასავალი იაკობისა იოსებ ჩვიდმეტი წლის იყო იოსტეფი როცა რომ ის იყო მწყერ სანდაცმებს სამი საცხრითა გაღავდა მამის ხვარი ძმებთან ერთად მაგრამ ამხანაგობდა ყმარწვილობდა ამხანაგობდა მეგობრობდა ვისთან ბილას შვილებთან და ზილპა შვილებთან რომლებიც იყვნენ სოლები მამის მისისა სამწუხაროდ ნუ მაშინაც იყო ალბათ ეს რაღაცნაირად როიტყვიან მამადოთი შენ სიდან ახარ შენ როგორი ტაიტელი გაქვს მე ვარ ლეას ვაჟი ეს არის იოსების ვაჟი შენ ხარ მოახლებიდან მოსული ჩვენი მამა ჩვენის და დედა ჩვენების მოსამსახურები იყვნენ ზილფა და ბილა მეორე ხალისხი რო თქვა ტაიტელი თქვენი დაბალია რო თქვა თქვენი ღირსება მეტი ნაკლებია და ეს იყო ამაში გაუგებრობა იყო ძველში ეს ხლა ამას უყურებს იოსები ყველაფერს და ვერ იტანს ამას მიდო ძმებთან კარგად არის ყველასთან უყარს ლეას შვილები უყარს ბილა ზილფას შვილები ძმებია ამჯლობა მამა ჩვენის სოლები მამა ჩვენის შვილები რა აქ რაზე ლაპარაკი და იოსებს ეს ამბავი მამასთან მოახდა მამა იგდებენო ძმებსაო უძახიანო ყმების მოახლების შვილებსაო თქვენ არა ხართო იაკობის მოთქვათ ღირსეული ამორჩეული შვილმამავალიო რატო ხდება ესეო იოსებ მოაკვდა მამასთან ამის ამბავი ერთი მეორე კიდე ეს არის იოსების მინუსი დავგვიდით ეს გაშიფროთ რა პირველი ზერია მინუსი იოსების იყო რა იყო მინუსი რომ მოაკვდა ენა მამასთან ასე უყურებდა ყველაფერი მეორე ხედავდა რომ ძმები ჭამდნენ ხორცს მაგრამ ვითამ იოსების ნახვით გადახედულობით ეს ხორცი არ იყო დაგროვილი ნუ უნაღარ ბავშვი იყო ამდენი ცოდნაც არ ქონდა ყველაფერი არ იცის ბავშვმა ბავშვის სურათ რო ხედავს სხვანაირად შიფრავს სინამდვილე შეიძლება სხვანაირად იყოს ბავშვი რო აიღოს უბრალოდ ფურცელი და ხალხითაც რო დაგიხატო ჟღაპის იმიტომ მისი გაგება ცხოვრებაზე სხვა არის ის როგორც ხედავს ცხოვრებას ისე ხატავს თავის ჭუით რამდენი ცუდებს კოროფში ის იხატება ქაღალდზე აიგე ესე იგი მაშასადამე რასაც ხედავს შიფრავს თავის გაგებაში და ეგრეთ ლაპარაკობს შეიძლება სინამდვილე სხვა იყოს სიმართლესთან სხვა იყოს მithumedes მეუნაყარა ხმალწვი იყო ჯერ ხალგაზრდა იყო 17 წლის ბიჭი იყო ამდენი ცოდნაც არ ქონდა მას რასაკეთებდნენ ესენი ესენი ხმარობდნენ სეფერ იეცირას სეფერ იეცირა არის რომელიც აბრამი ხმარობდა აბრამი მაგას მიღებული ქონდა აბრამს არის ყოლბის გაჩენის თელის სეკრეტები წერიაში ამის მცოდნემ ადამიანმა ვინც იცის რა წერია შირა როგაშიფროს რა წერია ყველაფერზე პასუხი აქვს სამწუხაროდ ამის წამკითხველები დღეს არ არიან შეიძლება წაკითხვით წაიკითხონ გამგებლები არ ყავს არა ეს
დღევანდელ თაობაში ძალიან შორვართ ამ ამბავს. ხოლო გაშინდელ დროში აბრაამ ავინუ სწავლობდა. იაკობი, იცხაკი შიფრავდნენ, სწავლობდნენ. თუნდაც თალმუდის დროსაც იყო ეს სწავლა. წერია გემარაში. არის მასხეთ სანედრინი 65%-ზე. წერავს გემარა. ზანდებოდნენ რაბები, რომლებიც ღარიბები იყვნენ. პარასკევი, შაბათი მოუზამდება საჭმელი არ გააქვს ოჯახში. დაჯებოდნენ, გადაშლიდნენ ამ სეფერი ეცირას. რითიც გააჩინა, რა სეკრეტები და სუფალმა გააჩინა სამყარო დედამიწა ქვეყანა. ამაში შედიოდნენ, სეკრეტებში ჩაღმავდებოდნენ და იმდენ სწავლობდნენ და მასადინობდნენ, ხმარობდნენ იმ ბუკვებს, რომელიც რომ არის კოდები, რითიც რომ ღმერთმა გააჩინა პირუტყვი და გააჩენდნენ ხმოს. მერე კლავდნენ, შაბათისთვის ჭამდნენ. არ ქონდათ საშუალება. არ მიდიოდნენ, არ მუშაობდნენ, მაგალითად, იყვნენ ჩაღმავებულები თორაში, სულ გადამკვდარი თორაზე და სწავლაზე და კედუშაზე და გამჩენზე და შეერთებულები დაბლაურ დედამიწა და ბაღლაურის სამყარო ერთი ჰქონდათ. ამათ ემატერიალური ცხოვრება არ ელაპარაკებოდათ. აიგე? ამ დონეზე იყვნენ მისულები, რომ ამ სწავლით აჩენდნენ პირუტყვს. დაკლავდნენ რაბა, იმარას შეუღალიბდები. დაკლავდნენ პირუტყვს, ჭამდნენ შაბათის სახელზე. ეს თალმუდშია 1800 წელი მოხდა ეს აბა. არ არის? ძალიან შორდროში. აბრაამ ავინუ და ამათმა იცოდნენ სეკრეტები. აჩენდნენ პირუტყვს, დაჟებოდნენ, დადირობდნენ, ბიჭებო, მოდით, გავაკეთოთ ყალაშ, გავუშვათ ხორცი. კი, აჩენდნენ, კლავდნენ, ჭამდნენ. ამნაირ გაჩენით პირუტყვს თავის დინები გააჩნია. ალახავძანებს რომ ამას დაკლა არ ჭირდება თანით. იმიტომ ეს არის სასწაულად მოსული ამ ქვეყნად. ეს არ არის ხორცი, რომელიც დაიბადა ბუნებრივად. ამდენი იოსებ არ ესმოდა. მოახონდა მამასთან ენა. და მინახეთ შემიძლებიო. ხორცაო, კლამდენო, ესე იგი, და არ ყამდენო პირუტყვსაო, კლამდენო და ასე ჯვარაკეთებდენო შეხიტასაო, წესიერატაო. როგორც არის დინი, ალახა უნდა იყოს დანა გალესილი, ამას ხუთი ალახოთები გააჩნია, როგორ და გაკეთეს, შილხოთ არ ფუიოთ, შივიმტრეფოთ, ყველაფერი ამას გაშინჯვა, ვერში ფილტვების ნახვა. ამას არაფერი არ აკეთებენო. რა ხდება ბერგევიგიო? ესენები მოაკვდა ამასთან. პირველი, ამათა უზახიანო ყმებსაო, მეორეო, აგერ კლავენო, მაგრამ არა დაკლით, არა ალახითაო, არა წესიერათაო, არა ბეილხოჩხიტაო, როგორც არის საჭირო. ამაზეც როალე აშმურა ამათი სახელი ამასთან. და მესამე კიდე ჩვენ თარით ნახეთო კაცო, ვიღაცა ახანა დაბადებულებთანაო, საქმობენო, ხალებთანაო, გოგოებთანაო, ლაპარაკობენო. ესენ ყველა ანგელოზები იყვნენ. რომ ესენ ლაპარაკებოდნენ ანგელოზები. ამან არ იცოდა ბავშვი იყო 17 წლის, რომ კაბალის სეკრეტები განთქმულია. კაბალის სეკრეტები არასწავლიან ბავშვს. განთქმულია ეს. დღეს სხვადასხვა დღეს ჩვენ თაობაში ვიცით რომ 40 წლამდე მიღებული არის ასე. ამაზე ვიტყვი ამაზე ძალიან გადაკება საჭირო ეს არ არის ხლა ამ გამოსვლაში. მიღებული არის 40 წლამდე არ სწავლობენ კაბალას. სინამდვილეში კი სწავლობენ. სინამდვილეში კი სწავლობენ. ახალგაზრდები 20 წლიდან უკვე უფრო ადრეც სწავლობენ, ეს უკვე დამოკიდებული ადამიანზე. ხოლო რა ხდება იცი? ეს ამბავი რაც თქმულება არის 40 წლამდე კაბალა არის სწავლებაო. ეს მოდის იმ დროდან რაც შაბთაიცი იყო. შაბთაიცი იყო მასიახ შეკენი. სრუ მასიახი. გამოაცხადა მე ვარო მასიახიო და ამას მდიარეულობა მოყვა ევროპაში, თურქეთში, ევროპაში, გერმანიაში, პოლონეთში ყველა გადაიჭრა ქრისტე ისრაელო. ამობა ძალიან ბევრი შეეწირა. დიდი არეულობა. ადაიომ დღევანდელ არსებობს კატ შაბთაინ, ასე ქვია სახელად, თურქეთში. არის კიდე ესპანეთში რაფია, პორტუგალში, არის ესპანეთში. პატარა გრუპა ხალხის, რომლებიც შაბთაის გზად წამსდევ. ამ შაბთაის გზა ლაპარაკ. ესე იგი, მაგრამ ცოტა დიდი კაცი იყო. არ გეგმონოთ ვიღაც კაბალისტი იყო, მართლა კაბალისტი იყო, მხოლოდ აუღარდა თავში. გადავიდა როალე კაცი რო იტყვის მე ვარო მასიახიო, ეს უკვე დღეს უკვე მოდაში გახდა. ყველა ამბობს ეს არის მასიახი, ჩემი რაბია მასიახი, ახლა დღესაც არის მოდაში ახალგაზრდა, ვიღაცა რაბი არის ერთი, იმაზე მასიახი ზანდრო, ვერ გავიგე. რა ხდება? ამ ყოლმის ვერაფერი გამიგია. ვისაც უნდა ნიშნავს მასიახების დანიშვნა, ეს ხო არჩევანი არ არის კენესეთის კაცო, პარლამენტის არჩევა ხო არ არის? ამას გამჩენი ნიშნავს, შენ ვიმოგცა მის უბლება, ეს არის მასიახი, არ არის მასიახი,
დამდგარი არიან, ყვირია, ცოცხალია. რამდენი სწავლები რომ ცოცხალია თუ აბძანებულია. აშკაბა გაუგეთე გაგიჭდი. მოუყევი უკეთესია დამიჭე. რას შედიხარ ილუზიებში? ეს არის ხალხი, რომელიც მოშორებულია ჭკუიდან. და გამჩენო გვაბადირს, მაგრამ ჩვენ ქართულ ჯამაათშიც არის რამოდენი ასეთი გიჟები. არ გეწყინოთ. არიან, ბარუხ ჰაშემ, ჩვენში ჭკვიანებიც ყავს. ბევრი, მაგრამ ბევრი ჭკვიდან გადასულიც არიან. პრობლემის რა არის? გაიგეთ. ადამიანი აბძანდა პატივი ეცით, კაბოდი გაუკეთე. შეღიარეო ნირბენარციები განსაკუთრებია ხლაგანა ახლოში, რამუში. რაბავია მაგაზე? ყველა ბინარეკას, ვეულები ყველას. მასშია გამჩენით წვიდას. ჩვენ არ ვერევით მაგაში. ჩვენ არა ვარ ამის წოდნე ბინარი და ბინარი. შაბთაიცი მარეულობა მოიტანა სოფლიოში. სოფლი იყო ძალიან დიდი. რაოდენობა 100,000 ებრაელი გადაყვა შაბთაიცის ამბავს. და რაბება მაშინ ამი შეიყარენ პოლონეთი, გერმანია, ლიტვა, ლატვიის რაბებმა, ყველა დიდი სადგური მოხდა და გადაწყვიტენ. დღეიდან აკრძალული იქნება კაბალის სწავლა 40 წლამდე იმ რაბებმა გადაწყვიტეს. ესე იგი, შაბთაიცის ამბა მოყვა ეს გადაწყვეტილება. ეს თორის კანონი კი არა. თორის კანონი ვიცოდი ღმათ არის შესული თორაში. თალმუდი, ბაბლი, იერუსალიმი ყველაფერში განკურულია, არაფერი პრობლემა არა. კაბალაც რო ისწავლოს, პირიქით, დიდი მადლია, ამიტომ ეს კაბალა თორის ერთ-ერთი ნაწილია თორიდან და ხოლო ბავშვი არ ასწავლიდა. 20 წლამდე სულ აკრძალული იყო, რო იცოდეს. 20 წლამდე კაბალის სწავლა სულ აკრძალული იყო ყოველთვის. ყოველ თაობაში. ლომდინ ადგილესრინ 20 წლამდე ლომდინ. ახლა არ მომბობაგე. ადესრინ ლომდინ კაბალა არ სწავლობენ. 20 წლამდე კაბალას არ სწავლობენ. ფრანცის იყო იოსეფი შვიდეთის. ისწავლა კაბალა, არ ისწავლა კაბალა. რო არ ესწრის ამდენი, ამის ნახური სურათი, რასაც უყურებს, ამას გვერდია ყველაფერი, რასაც არის, უბრალოდები რასაც უყურებს, გარეთ. აი კაცი ჭამს, ვამს, ეს ჭამს კაშერ, ეს არა კაშერ. ჩემი ძმები არ ყლამენ, ისე არა კაშერ ჭამენ. ამდენი ვერ გაშიბრა, რომ არსებობს კიდე მესამე. არის კაშერი, არის არა კაშერი, არის შამაიმიდან მაგლიდან ჭამს. სასწაულად გაჩენილი. ამდენი ვერ გაშიფრა ამან. მოახ მამასთან ამბავი. მოხდა ამ ამბავმა მოიტანა სიმძულარე ძმებში. დიდი არეულობა. მაგრამ იაკობ უყარდა იოსეფი მეტად იმის ყოველშვილების მისისაგან კი ბენ ზეგნიმულო უხუცესობაში შეეძინა მას იოსეფიო. წადეს ვალატურინი აქ არის ეკონომში გარემეზებული შიშასიდრებიშნა. შეასწავლა თელი მიშნაიოთები. სულ ყველაფერი თელი საკრეთ თორაში მეყალბე, სულ ყველაფერი ჩააბარავ. ულო, მისი შვილი იყო. რაც იაკობ ქონდა სეკრეტი თორის აბარებდა ნენელა ყველაფერ მაგას. არა მარტო მაგ. დაუკეთ ამას პერანგი ზოლებიანი. მასრო ხალხში იყო, რომ რა არის პერანგი ზოლებიანიო. ზოგი გეტყვის ხაბერდის მატერია იყო, ზოგის მატერია. ეს კოენების დასაწყები. კოენი გადოლების დასაწყებია. თუ ადამანიშვილი ძანდებოდა კოენი, ნოახი ძანდებოდა კოენი, შემი იყო კოენი, როდის აბრაამი, მერე ისხაკი, მერე იაკობი ეს ამის ნაცვლად. შეიყიდა უბრალოდ კოენი გახდა იაკობი. ხა ვის უნდა იაკობი ვინ უნდა და გამგზელებელი იოსეფი. ვეღასალო კეთონეთ პასი შეუკერა სპეციალურ დასაცმელი, კოენების დასაცმელი. შვილო, შენი ხები გამგზელებელიო. აი ამას უყურებთ. მამას ჯერ ამის ლაპარაკების. მამამ აირჩია ყველაზე მეტად ეს. აქ კოენ გადოლობაც ამას შებრიდა. მეხორი რახელიდან ეს არის იოსეფი კი. რახელი ყველაზე მეტად უყარდა იაკობ. შვენ მეორე ხალისის და მესამე ხალისის ვარ სუღელა და დაიწყენ შეძულება ამითი შეძულება იოსეფის. დადგინა თალმუდმა ეს შაბათში. აღიდა სწავლობს გემარა. არასოდესო შობელმაო შვილებში არ გაარჩიოს. ყველა უნდა იყოს ეგრე. სწავლეთ იაკობიდანო. ფასა დაუჯდა ჩვენ მამებს. რაღაცა ორმანათიანი პერანგის ყიდვა. რასაც უგა მამამ იაკობმა იოსეფს ფასა დაუჯდა ჩვენ მამებს. გალუთი ძმის გაყიდვა. ამ ხელად ტრაგედია, გვალე ხე ისტორიულად უზდებს ეს ტრაგედია. რამითაც დამთავრებულა. იმდენად სიმძულარე ჩამოწვა ძმებში. ველოია ხელუ
დაბერო ლეშალომ კაცი გზაზე რომ იდის კაც და ულოცამენ გზას ეტყვიან ლეშალომ შეიწოდეთ კაცი რო დაბრუნდება იტყვიან ბა ბეშალომ ისვალებულზე რას ამბობენ იავო ბეშალომ იანუხუ ალიშკებოთა ბეშალომ ლეშალომ ეს არის შვიდობისკენ შენს არ ზღუდა რამდენ სიკეთეს ახავს შენიარე შვიდობისკენ ბევრი გენახოს რაც არ უნდა ნახო კიდე იარე შემდეგ შვიდობისკენ ესე იგი წარმატება და წარმატება ისწავლეთ ესე სიტყვა დალახაშია გადაწყვეტილი ესე ეს მოყავს დრიშას ილხოთ ბრახოთ არაბა დრიშა სმა יש שולחן ערוך פירוש ספר מאירת עיניים יש לו ספר דרישה הוא כותב מלות הסבר שטוב תורסת יגן המוחמס הזה אורח חיים שלי קצי לא מדיסוק זזהו ותחריו לך שלום דברונדה בא בשלום כלל זה דלות סנארי לשלום הצל ידורש ולא יחלו דברו לשלום זה אם חיל הסינדולרת שמוברדאות, בפשיו, ורעונה בודננו, შვიდო მისკენიარეო, გზას აღარ ულოცავდნენ, ვალეთ. ესე იგი, სხვა სიტყვა თქვა, გზაზე როცა დამდგარიყო იოსები, ზღვას უწევლიდნენ. ვალახე, זה არ დაბრუნდეს შვიდობით, ვალახე. ესე იგი, ძალიან დიდი სინდულარი ჩამოვარდა. სიზმრები ყურებს. ხლა ისეაც ინზულარია ძმებში მამამ გამოგირჩია ტანსაცმელი ყიდა უპირატესობა მოგცა და რახელიშვილი არის ოღონდ ბაიტიო ყველაფენა ირა ღირსება აკვეთი იოსებ რა თქმა უნდა იზარ შეძონილია რომ ეს არის დამკვიდრებელი რომ რა მომკვიდრე ეს არის აი ორეშ მაგრამ იოსებმა სიზმრები წოდა ინახა მან უგეცეცხლი დაუნტო დაუმატა ვალეხა მეცი არბიტა აი ახალომ იოსებ ხალომ უნებამაც მებს უყვება მოისმინეთო ჩემი სიზმარიო აგერ ხედავო ჩვენო მინდორში ვიყავითო პურიკა კალს უკამდით და ჩვენ კონები გავაწყეთ ახახნოთამ აგადნოთამ ლეალუმოთ დავაწყეთ მე ვიდექი ჩემ კონასთან თქვენთან რომელიც თქვენი მოკრეფილი წამოდგა ყველა თქვენმა მოკრეფმა თაყვანი სადა შემკონას და მე სუღალამ თქვენ მეთაყვანე აი სეუნებიან შენ რაო იმას ფიქრობო ხელმწიფობითი ხელმწიფებ ჩვენზეო მაშოლტი მშოლბანუ ასნიშნავს ზოლის სიტყვა ნუ თუ მეფობით იმეფებ ჩვენზე სუნწლობით სუნწლებ ჩვენზეო გაუროგებული ენა პაპადარ მაგოსმენის მამა ჩემი და მე წაკითხული მაქვს მალბის თქვენიდან ჯერ პაპადარ მაგოსმენი ბავშვობაში მაქვს კაცი რო ხელმწიფობა არის ხალხი რო აგირჩევს მეფეთ და სულტნობა რო კაცი სულტნობ შენ რო ძალით სულტნობ შენ ორი გზა გააქვს ან შენ ჩვენ უნდა აგირჩიოთ მეფეთაო ან შენ უნდა აირჩიო შენი თავი და დაგვაძარო შენი მეფობა უბროსობაო ვერც ეს გეღირსება და ვერც ეს გეღირსება იცო ამალო იმოხალენუ ჩვენზე როგორცო მეფეთაო ჩვენი არჩეული ყავს ნებშიო იუდა იქნება ჩვენი მეფეო ჩვენი წამყვანი დამრიგებელი სულ ვერციტო მაშოლტი მშორბანუ ძალით სულო ჩვენზეო არა აი ოსიფო კი დაუმატელო ალეხი სილატყინამი ალხალობოთა სიძმრებზე და საუბრები ლაშონარაღები რომ მოაქონდა მამასთან სუდიელები სიძმრები რომ დაინახა კიდე ნახა სიძმარი მამას კიდე მოუყვა ზედა მთვარეს უყურა მეტაყვანებოდნენ მე ოი მამა ეუნება შვილო ამათა შეუტევა ამათა რომ ამათ სვანად დამიგე ხახტება ვერ გავიგიო შენეო რას ფიქრობო მე მოვალო და მეც კი თაყვანები შენეო დედა შენი კუდარიო ამ ხელა რახელიო ისიც რომ ზედა მთვარე მეტაყვანებით მეო ამათ ვითამ ამათ სანახავატასე მაგრამ ვეავი შამარიტა და ვარ ირაში ზანეს დაიწერა იაკობა დაფტრებში დღე როდის ნახა იოსება ის ძმარი ჩაიწერა დრო ჩაიწერა საათი ყველაფერი მოკლედ სიმძლავრეა ჩამოწოლილი ძმებში მაგარი
მიდიან ესენი სამწყემს საუთ ძმები მამაიუნება იაყაკობ იოსებ შვილო ინე ახეხაროყი წავიდნენ სამწყემს საუთ და გაგიშვებათ იცოდა იოსებმა რომ აგენი უკვე გადამტერებულები იყვნენ იოსებს მაგრად იყვნენ გადამტერებული იცოდა რომ ცუდი დაიბადებოდა ამ წასვლით შესაძლებელი იყო ზრობა ქონდა შვიდობით აღარ დაბრუნებულიყო მაგის მამაიუნება გაგიშვე ინენი კი მამა იმამა ორი ადამიანი იყო სოფიოში რომლებიც ერთი ყესავი და მეორე იოსები სადაც რომ საშიში იყო საქანა იყო იხმისვლა იქანა წავიდოდა მამის სიტყვით მამის საპატივცემოთ თავისთავად ჩაიგდა და საფრთხეში წავიდოდა ერთი იყო ყესავი მეორე იყო იოსები იოსები ორ კაცია ბავშვობიდან მამასთან მიკრული იყო ფალში ხედავდა კი მამა ჩამოდის იოსები სად არიან შხემში შხემი ამ ქალაქს ვიცნობ ჩვენ უბედურ ქალაქს დასულ შაბათ რა დავიკითხე შხემზე სად მოხდა დინას უბედურობა ხამორი შხემი დინას ხო ყველაფერი სად მოხდა შხემის ქალაქში შხემის ქალაქში ეს ადგილი დანიშნული უკვე მარკა დარწმული მარკა როგორც უბედური ადგილი და უმასზანო ადგილი იაყაკობისთვის აშმის შემოვლობისთვის და იქ მოდის იოსები საინტერესო რაღაცაც არის საინტერესო ცნობილია მაგრამ შეიძლება ვერ მარიცი მაგრამ აი ოღონდ დინა და იოსების ბედი გადამბული ბედია ის მე აგულისხმობ იმას რომ დინას ქალიშვილი ასენათი შეიძლება ცოლად იოსებმა შემდეგში მე ამაზე არ ვაბარაგ ვერ ვაბარაგ ამისინ ადრე წერია თორაში ლეას უკვე ყავს შვილები ლეას 6 ვაჟი აქვს რახელს შვილები არ აქვს შვილები დაბეხლძინდა ლეა კიდე ესე გემრაშია იონათან მელყუზიელმა დაწერა თალმუდშიც ამის რემეზი არის პირდაპირ ვერაღოში მაგრამ იონათან მელყუზიელი პირდაპირ წერავს დაბეხლძინდა ლეას ყავდა ბიჭი მეშვიდე რახელიც დაბეხლძინდა რახელ ყავს ქალიშვილი სიმართლე გვამებში დედის გვამში იზრდება ლეას გვამში ტანში არის გასახული ბიჭი მეშვიდე ბიჭი და რახელის გვამში ტანში არის გასახული ბავშვი გოგო ლეამ წინასწარმეტყველობით ნახა მე კიდე ბიჭი მეყოლებაო და რახელსა გოგო იყოლებაო ესე იგი შველი მოსამსახურეებიო ბილა და ზილფაო თითო ერთი დამადლიანდაო იაყაკობის ორი შვილი დაბადაო და ჩემი დაო ნაკლები უნდა იყოს მაგაცეო ხოვა გამჩენს ილოცა ლეა იმდენი ილოცა ანგელოზი გამოგზავნეს მაღლიდან ოპერაცია გაუკეთებ და შეცვალდნენ ბავშვები ესე იგი რომელი ბავშვიც იყო ლეას გვამში ტანში ის ჩასვენ რახელის ტანში რომელიც იყო რახელის ტანში ჩასვენ ლეას გვამში ესე იგი რა გამოდა იოსები უნდა ყოფილიყო სიმართლე ვთქვა ბოლოში დაიბადა იოსები რახელიდან მაგრამ მაგ იყო ლეას შვილი დინა დაიბადა ლეადან უნდა ყოფილიყო რახელის ესე რომ ამბობენ მედიცინა სასწავლო არ არის არა ლაბარაკი ხლა დასაწყისში როცა რაღაცა დაიწყო ლაბარაკი არის უკვე ისდემოდნენ დედის გვამში და ანგელოზმა შეცვალა ხო მე არ ვიცი რა ოპერაცია გაკეთა ეს გაჭრით იყო დაპატრით არ ვიცი არ მგონია სასწავლით მოხდა ეს ტესტი მოხდა ხოლო წერია პირდაპირ თორაში ესე იგი რომ აქედან ხედავთ იოსების და დინას ბედი გადაბული ბედია სად გაუბედრუდა დინა შხემში სად გაუბედრუდა იოსების ბედი შხემში ჩამოდის შხემში აუგიძრა ფერად გადაბული ბედები იგულთოს ვერდის სახე
სასწავლობა არის. ხლა, ამიტომ ამბობ ბევრში შენი მამაპაპის თავგადასავალი ეს არ არის ვიღაცას ისტორია. თავგადასავალი ადამიანი აქ რაც მოუხდა ყველა დეტალი გამჩნი დაგიგმილი ხონდა ყველაფერი. ჩასვა კადოშ ბარუღო ყველაფერი თავის კუთხეში, თავის ადგილზე კუბლეთში დალაგებულად თავის ზუსტად დროში. სანდრა ფეროგო რომას გავიდეღლა სალამაგოთ შორწავა ნამდვილ თვეში დაიბადა თვითოშებეთი ამის სეკრეტები სასწავლობებია მაგრამ არ არის ამის დროები ამის დირექტორები მაგრამ მოკლედ ვამბობ ჩამოდის იოსების შეხებში და იოსებმა დაიწყო იქსიარული იპოვნა იოსების სამმა ბანაკმა ანგელოზების სამან ვაიშლახეუ მეყემე ხებრონ აიავო შეხემან ხემეკი დაბალი ადგილი ხებრონში რომელიც რომ იყო იქიდან გაუშვა გაგზანა იაყაკობმა წერავს რაში ადგილზე მეღეცა ყამუკა შელოთო ცადიკ ის ჩანაფიქრი ხმა იმ ცადიკის აბრამისამ რომელმაც გამშენში აძახა ღმერთო მამეცი ჩემ შვილებს მოგვეცი ყოლამაზე ხელი აგვიღიაო არა პრობლემაა ამას დრიდან მე ოთომაკომ ყამოკ ამ ხმა გაგებიდან რაც რომ ხებრონში მძინარე აბრამმა გამჩენთან მოითხოვა იმ ამბავიდან გაუშვეს აიპოვნა კაცმა იოსები ბეინე თოყებასადე იოსები კი დაბრეული ხმინდორში აიშალეო აიშლემორ მათევაგეშ ასეძე ჩემს ძმებს მითხარი გამიცხადე საწნესავენ ჩემს ძმებიო ვაიო მერაიშნასეღუმიზე შეროაბობ ძმები ჩემი მანახე სად არიან საწნებს სამენო შენ ძმებუძახი მაგაცა იმას არ გითხულობო ისინი თუ გიძახიან შენეთ ძმასაო ნასეღუმიზე ზე გემატრია 12-ია აღარ უნდა 12-ობაო უკვე მოშორდენო იმ გაგებას რომ 12 ვართო ფიქრობე რომ არიან 11-13 არაა მოვისმინე რომ ჩავიდნენ დოთანშიო ჩავიდა იოსებმა და იპოვნა ისინი დაინახენ შორიდან სანამ მოახლოვდა იოსები ძმებს უკვე ფიქრობდნენ მასზე დაინახენ ერთმანეთს ეუნებიან კაცი ამხანაც ეუნება შიმყოლიდალები ერთმანეთს ელაპარაკებიან ინე ნახე გერაო სიძნების პატივსემული ბატონი მოგზანდა გერაო ვიღათა მოდითო ოუკლათო ჩავაგდოთ ერთორმოშიო მივიდე და მამას უთხრათ რომ ხეცმამა შეჭამა ის და მაშინ ვნახოთ როგორ დადგება მისი სიზმრებიო დაიძახა მაღლიდან შემაიბა ბატონმა ვერნამბოთ მაშინ ვნახოთ როგორ დადგება მისი სიზმრებიო მართლაც ვნახოთ როგორ დადგება მისი სიზმრებიო მოკლათ ვისროლოთ ორმოში მამასთან მივიდეთ ხეცმამა შეჭამა წავიდა იოსები და მისი სიზმრები ზენი შიმყოლი და ლევი მოვიდი სულ ერთად არიან მაგას შიმყოლი და ლევი მოდიან ერთად სულ თორაც ყოლა ვაიშმაღარეუბენ ვაიაცილევ მიადამ რეუბენმა რა აფერო სისხლით რაბერაო კაცო ასაბარაგოთ როდენეო უნდა აქცეცისთავ მოდი ვისროლოთ ორმოში ხელი არ მივაკაროთო რაც ბედი აწერია ღმერთიდანო ის ბედი ექნება მასა ჩავსვათ ორმოშიო მოკვდება ცოცხალი დარჩება სინამდვილე რა იყო რა ქონდა თავში რეუბენს გედერჩინა მათ ხელიდან და მერე ჩუმად მოსულიყო და წეიყვანა მამამისზე დადგინა მიდრაშმა ხანახან გზელდარაში სამი ადამიანები იყვნენო როცოდნო და მაგაცავ რასაც დაწერან და თორა მაგაზე
ამ ამბავთან დაკავშირებით გააკეთენო, რაც გააკეთენ იმას კი არ გააკეთებდნენო. მოვიდოდნენო დოლი და გარმონი და ისე ჩაატარებდნენო იმ ოპერაციასაო, რაც რომ იგულისხმენო. მათ შორის ერთი არის როუბენი. კი არ იფიქრებდა მარტო დოლ და გარმონი იქირებდაო და მამასთან ცალკე იყვანდაო. რო ეცოდნა რო ცოდნოდაო, რას დაწერამო, თორე მაგას. ზარი მიდრასიტყვი. არ შევარდა მაგაში. ძალიან ღმა საკითხი არის, მაგას დაწერილი მათ ბევრი შემსეფარებებში. ნუ არონა კონზეც არის მოყოლილი, როცა შეხვდა არონი მოშე რაბენუს, როცოდნოდა არონსა რო დაწერამდა თორა დაინახამდა და გულით შეიყვარებდაო. და გულით მიიღებდა მოშესაო, გავიდოდა გარეთ თაო დოლი და გარმონი და ტაშკი შეხვდებოდაო. აი, ესე დაწერა თორა მიგარა. მოკლედ ეხლა არ შევარდ იბრეთონებში. როცა იოსები მოახლოვდა ამათ, გაატიპლენ ერანგი დაუხიენ თავისი რაცეც რომას. ისროლენ ორმოში და იგი ორმო სარიელი იყო წყალიანი იყო ში. ნახაში იყო. ყაკრაბი მორიალა იყო, ხსენებლები იყო. წყალი არ იყო ში. დაჯდნენ პურის მოსატეხად, საჭმელად. დაიპურენ თავი. ჭამენ, სვამენ. ძმა ორმოში. ჩაგდებული. ნახაში, სარაფი, ყაკრაბი, ყველა მაზიკი, როალე ხა, რაც არსებობს, ყველა გაჩენია. წყალი არ არის, მაგრამ დანარჩენი მეგობრობა არის. პურის მოსატეხად დაჭამენ. ვაისუყენე ვაირო ორხადი შმაღინიბა. ვაგანა ჯერე. კიდევ ამბობ. მე ვერ ვიტყვი რომ ძმებმა გაყიდა იოსები. ვერ ვიტყვი ამას. ვიტყვი. ახლა მე მარტო აგარა წამსრო ნასწავლი ხარკიც უყურებს ამას. და ვისაც ნუ გინდა დაშიფრეთ, რასაც ეხლა მე ნახეთ რა შუბამის ციტყვები ნახეთ შიგნით გაშიფრეთ და ნახეთ თოსფოთი ადგილზე თორაში. რასაც ახლა გეტყვით. თორაში მართლა ვამბობ. მანახეთ ერთი თორაში წინა დადება რო წერია, მოდიდო და გავყიდოთო ჩვენი ძმა. რო ძმემა ფიქრით იფიქრენ. ჩავსვათ ორმოში გავყიდოთ კი, მაგრამ რო გაყიდა ძმემა უბრალოდ, რო გაყიდა ძმემა იოსეფი, ლოკატო არ წერია. არ წერია, რა წერია? ჩასვენ ორმოში, კი? ჩასვენ დააპატიმრენ. მერე აიღენ პური მოტეხენ ჭამენ და რა წერია? დამოიმაღლენ თვალები დაინახენ. აგერ ბანაკი იშმეყელების მოდიოდა გილყადიდან. ერთი ბანაკი ნახეს. მერე რას მიწერავს სეფერტორა? მეორეს. იუდა ეუნება ძმებს. ჩვენ რატო დამოუკლათო ჩვენი ძმა? რო ელაბარაღეთო წაღარა მოუკლათო შიმყოლმა და ლევიმაო. ან ორმოში რატო? მე მიყიდოთო იშმაყელებსაო. ჩვენ ხელი არ შევაღოთ ამაცაო. ხმით იუდა ლაბარაღობს ამას, კი? რეუბენმა გადავარჩინოთ. არ მოუკლათო. იუდა არ მოუკლათ, მაგრამ გავყიდოთო. დაუგვირდით? მაგრამ სეფერტორაში მანახეთ საწერია, რომ ძმემა გაყიდა არ წერია ეს. წერია, რომ დაინახენ ეს იშმაყელები მოდიოდნენ, ვერ წერია. დაჩამოიარენ კაცემა მიდიანებმა, ვაჭრებმა, დაიმათმა ამოიყვანენ იოსები ორმოსაგან. დაიმათმა მიყიდენ იოსები იშმაყელებს. იგი ძმები უყურებენ იშმაყელების ბანაკი მოდის შორიდან. მეორე მხრიდან ჩამოიარა ვაჭრებმა, რომელიც წერია თორაში, მიდიანი მსოხარი და ამათმა ამოიყვანენ ორმოდან და ამათმა მიყიდენ იოსები გაყიდენ იშმაყელებზე. რომ ძმებმა ამოიყვანენ და ძმებმა გააკეთა გაყიდვა, წერია. არ არის. არ არის. ხა, ამბობ, დავგვირდი კარგად. ამაშია ჩვენ თორის სიძლიერე. აი, თორაში სიძლიერე ჩვენ თორაში. ოშენზო დემარხა დემბავი არა არაფერიო მოხდაო ტრაგედია კიო გაიყიდაო კიო მაგრამ არა ჩვენო მაინც თორა აწერავს ძმები იოსების გაყიდვას ისტორიულად ეს სოდოგსდებს ჩვენე ძმამ ძმა შეიცვლა ძმამ ძმის გაყიდვა ნახე ხედავდი როგორ ვაჭრობდნენ მიდიანიმები იშმეყელებთან ფულზე რამდენი გინდა რამდენი მოცლე რამდენი ღირსებიჩი ლამაზია მშვენიერია ჭკვიანია
დაუგვირდი ამას ვაჭრობენ ამის ღირებულებაზე თქვენ ამას უყურებთ თქვენ ძმაზე ვაჭრობენ რა ბატი ხო არ არის ციცილა ხო არ არის ბასყიდან გამაგებინე თქვენ ძმაზე ვაჭრობენ თქვენ თვალწინეთ ხელიდან ხელზე გადადის ვორკამენ აკლემზე და სკენზე აჯენენ ფეხით ათრევენ აცრებლებენ არჩერიეთ არ ესე იმდენად შეიცულეთ თქვენი ძმა რომ თქვენ გესიამოვნათ ამბავმა თუ ვიდა თქვენ გეკეთებინოთ და იგი კაცი კაცს რო ხედავს იღუპებს შეუძლია გადაარჩინოს და არ გადაარჩინა თუ ვიდა თვითონ მეეკლასას ეთვრება ალახა თორაშ მიწერია ალ თაღამოდ ალ დამრეხა ნუ დადგები შენი მოყვა სისხლზე ის სისხლად ისწრება და ატოვებს სიტუაციაში არიშვერ ხელს რომ გადაარჩინო ადამიანი იგივე მონაწილე ხარ იცოდ ვინა მკვლელი შენ ხარ მისი მკვლელი შეგეძლო გადარჩენა გადარჩინე ვინა მე აი ეს არის მე ამას ვამბობ აგერია არ არის თორაში მე მაგარი და იოსები როკატო რასაც რომ ხლაც რაჟბამია რაჟბამ წერას რაჟბამ ვამბობენ რომ ჩვენ არ არის გაყიდვა პიდები და თორა ამათ რომ დაინახესო თორა მაგია რა ის თქვა კი ნახენ კი დაინახენ კი ჩამოიარენ მერე ამ დამორკიდთან ერთად და დაინახაც მე იოსები ამათ ხელში ხვირის სეფერია შარშიანი ძმებო მე ვარ იოსები ვიწო ნახეთ რა სიგეთებენო არ ჩათვალენ არაფერს მოვიდნენ ამათ ეუნებიან ჩვენი ძმა არისო ჩვენი კვარიო ჩვენი კვაო მოდი მოგეცდო იტყველებიან ესენი იტყველებიან იაგოვშვილები იოსებზე აღიარებენ ჩვენი ყმარი დაგვიბრუნეთო ჩვენ შავსვით ორმოშიო აფერაო თქვენი ყმაო ნახეთ ამის სილამაზე და სახეოდა ნახეთ თქვენი სახეებიო ბოდიში მე ჩვენ გვერდია რომ ეს არისო ბატონი თუ აღარ წმებიო ასეთი ლაბარაკი წავიდა ეგანა მიდრაშში მოყოლილი ვაჭრობა მიდის ბოლო-ბოლოს მოურინდნენ ამბობთ რომ თქვენი არის კი ბატონო იყოსო ჩათვალოთო რამდენ მოითხოვთ ამაშიო ბევრი არაფერიო 20 ვერცხლის საკმარის იქნება 20 ვერცხლის საფასურში რაც აიღენ ამათთან ესე იგი იოსების ნაცვლად ამიტომ ჩაითვალა რომ ამათო გაიგე ბაჭდირდა იგივე გამოდის ამჟამად მე ავიყვანე გაყიდე და ამ ვიღაცამ გაყიდა და მე იმაში კიდე ფული ავიღე ფული მოვიგე შემეძლო გადარჩენა და მე თქვა რომ არა კაცო ეს კაცი ბატონი არის იაკოვიშვილი არის ასე გადავრუნო გამოვიდა რომ ბოლოს იოსები ჩავიდა მისიაში 4 ჯერ გაიყიდა იოსები შმაყელი სოხარი ბიბიანი ოწერია განა 4 გვარი ხალხის ხელიდან ხელზე ბოლოს იყიდა ფოტიფარმა სერის ფარყოს არატაბახი ფოტიფარის ოჯახში არის რასაც რომ აკედეს იოსები გამჩენი ეწევოდა მაღრიდანავო ვაი ადონაი იოსებ ვაი შევასლია ვაი ბებეთ ადონავა მიცრი ყველაფერში გამჩენი ეწევოდა იოსებსავო აკადოშ ბარუხ ბრძანდებოდა მის ხელებში დაო ხედავს მისი პატრონი პოტიფარი უპუნობს იოსები ლავარაგოს ყველა რაღაცები რასავო მაგანო რასო როსილობო გამჩენთანაო რატო გამჩენი ძალდებო რამის აბარახონიო ყველაფერი მაღლიდან მოდისო შენი ჩვენ ნახმეთ რა გავდივარ მუშაო ვაკეთე ვაგერ ანგარი შე ყველაფერი ვადგენ მაგრამ თუ გამჩენი არ შემეწიაო არაფერი არ იქნებაო ხედავს ეს კაცი ემიწრიელი რასაც ხელი კიდევს გამარჯვებულია ყველაფერში ვეხოლა შენ უყოსე ადონაი მაცლიახ ბიადო კიდევს ხელ მაზალი გატანილია ბაზარში გაყიდულია პასიდენტვა უკვე კლიენტი ნახენ ახტება გას ლუბოი საქმე რასაც იოსებმა ხელი დაადვა ყველაფერში გამარჯვებულია ზوارა გადოს სიტყვები მარტო მაგ კი არაო ეუნებაო ბალაბაითიო პოტიფარი შვილო წყალი მომარფიო წყალიო მოახვდა იოსებ წყალი აი წყალი მამა გზაში აწვალებდა წყლის მოსატანად გაუშვა და ეუნება ბოდიშიო დამავიწყო წყალი აღარ მაინტერესებს ყავას თუ გამიკეთებული მეხარდება ყავა არის ყავაო ზუსტად ყავა არის აგზელებს სიარული იოსებ მოდის მოაკე ყავა მე მაგას არ გულისხმობ ზიანი მაინტერესებს ზე ჩასწრეო
ზე არის შეგიძლია. აიო, მოდიო, შევეშვათო და მოიტანე რაღაცა ხარიფი ხო შივასე რაღაცა кайფი. გოლადიე დავლე ბარბაშე, აი ხაჭაპურები აგერაო და 1000-ზე ვარ მოსულიო. შემამზე შივასი მააქო ხელში. ვერ გავიგიო. წყალი გეუნები წყალი მააქო. ამა გეუნებიო ყავა არისო. რზერზე არისო. შივაში რა გიკავია მენაირი ხელში. მიყარიო რა. ბოლოს რა გიკავიო. რასაც მეტყვიო, იმათ გადაიცეო. ზე ზوارი სიტყვებია. ზوارა გადოში. რასაც ზანეთ ის იქნება. ვეხოლა შერუღოსე, აშემაცლია ბეიადო. ხელით გონდა გამარჯვება. ის ხელში გონდა გამჩნდა გამარჯვება ხელით. გამარჯვებული. პროპოტიბარ უბრალოკასია. ერთი კაი ხელა უგუდრუც კი რომელიც. ასე ამბობენ ხო? უგუდრუა დამჭი. სოდორალი ჩამდენი, რაც მაგაზერი. მოყალი ზორაში ბარბინა. არა და და ნუ მოკლედ ხლა მას ხნა და სედო ამორადმაც შემომიშლა სობრალ ტრიალე და იაბაყურა შევ გაღოლი ეს კაც ყველაფერი სობრალში ყველანაირი რაც გინდა რაც არსებობდა სოფრიოში ეგვიპტეში უბედურობა ქებაყასერეცის რაი სუღერაბეში ხედი გონდა არაფერზე უარი არ უთქვია იმ ხელად უბედურობდა ამეთს იმეცხადა გამჩნდა და ეუნებიან სიზმარში პოტიბარ ინდაო ხალხო დარჩა ინდაო ამას გაუხდია კაცო სანამ ეს კაცი კარგად იქნებაო შენც კარგად იქნები იცოდე ამას რამე დემართებაო და შენც მიეწევი მეორე დღეს მიეწევი იცოდე ეს იყო მეტი არა მაგონდება ამაზე შენ ლიბერტორაში მაგ ყოყალილის მიყვარს ამ ლიბერტორაში ამის ყვა ერთი ეს ისპანეთში მოხდა ისპანეთში ბესპარად იქნა 550 შანა 550 წლის წინეთ ერთი უდიდესი ებრაელი რაბი გზამდებოდა რომელიც მრჩეველი იყო მეფის მრჩეველი მაშინ პერიოდში ნუ 1400-იან წლებში არაფერაკ დაახლოებით 1440 წელში დაახლოებით ეს იზაბელას დრომ იზაბელას პერიოდი მოდის 1492 წელში მაშინ არის იზაბელას პერიოდი მანამდე ცოტა ადრე ერთი 40-50 წლიდან ხდება რასაც ახლა გიყვება ხოდა ეს ებრაელი იყო ძალიან ასწავლი თალმუდში ასწავლი მაგრამ რამბამის ყველა ნაწერებში თელი ხოთ კიდუშა ხოდიში რამბამის თავის წიღმით ღმათ კიდუშა ხოდი რამბამის კიდუშა ხოდის ალახოდები არის ზედამთვარის სერის სეკრეტები როგორ არის როგორ მიმდინარეობს და სეკუნდზე როგორ არის ამის თელი დიდი მცოდნე კაცი იყოს და უდიდესი პიროვნება უდიდესი ისაუბაში რა ვიცი განსკურადის და თან მრჩეველიც იყო მეფის მეფე უნებოდა ხანდახან ამიხედება სკოლავიზო რა იქნება მკვირეში რა მოხდებაო მომავალში რამბავი იქნებაო და მის მიხედვით წვიდავდა საქმე და აკეთებდა რაღაცა და ერთ დღეს უძახის მეფე და ეუნება მეო ძალიან გთხოვო შემდეგი 20 წლის თელი ოროსკოპი ვასკვლავების წყობა ჩემ მიერ რომელ წელში გამარჯვება რომელ წელში დაწევა რომელ წელში საუბრად გასვლა რომელ წელში მოგება რომელ წელში დამახინჯება სახელმწიფოსი დავარდნა ღირსები და მოკლედ სულ ყველაფერი შემიქენი თელი ოროსკოპი თელი მამავალ 20 წლის მაინტერესებს ჩვენ არ ვიზანდება ჩვენ არ კი ბატონო მამეციო სამი დღეო და მოხსენა გასწრაფს რავი ოჯახში მოდის რავი ესიო გამჩნდა რომ გავიგებო რაშია საქმეო და თავის გზით დახედა თორაზე რაღაცა და არსებობს რაღაცა რომ თორაზე იხედებოდნენ რაბები ხამენციონი ჩვენი დღესაც არის ვარუღაშე თორაზე ხედა არ არის შორწასული დღესაც არის ვარუღაშე ინციცის ვარუღაშე ვიცი ხოდა ამენ ხოდა მოკლედ დახედა თორაზე და ანახულო სასწავლო რაღაცას და თვითონ თავისთავად იკითხება მართლა გზაში რომ იარებოდა რაბი სახლისკენ რა უნდა ამასო 20 წლის ისტორია მამავალიო თავგადასავალი დღე და დღე თვე და თვე წელიწად ამიწერე ყველა დეტალები ყველაფერი აღვიწვით ჩაგერა ვარ მეო თუ მაგაპირებსო ჩემ დარჩენასაო რაში გინდება მაგასაო შემდეგი ნახვა ყველაფრისაო წინასთან უყობა ან არაპირებსო ჩემ დატოვებასაო ხდება ხო ან თავის იმედი რა გქონდა დარჩა ცოცხალი ერთი ორში დახედა თორაზე და მართლა გამოვიდა რომ
ვიღაცა სტუდიენ აკეთანი და მოკლავდები მაგის ამ ჩვენებრაელის ჩვენი იყო იმეფე რა რაფერი დავყარგო ხელა სიძნა მედიკაცია მყავს უცხოა და ჯერო დამიხედოს რომ რაც შეიძლება მიდანავ ყველაფერიო აი ესენი წოდნა ამოვიღოს ყველა მოუწურო ბოლომდე დამიწეროს ყველაფერი პროგრესოს ყველაფერიო და მე შეიძლება მოკლა დაუგირდა 13 დღის შემდეგ მოდის მას ეკითხება სად არისო წიგნიო დამიწერე არაფერიო სასწავლებლო რა ანახე მეგეტყვიო არაფერად ძიდა გაიგე თურმეო კაცო ამდენი წელიწადია შენ დამუშავე და ამას ვერ დავუკვირდები შენი და შენი ბედიო გადამული ყოფილა ერთმანეთზე რაფერაო მე ვნახეო რომელ დღესაც მე მოვკვდებიო მეორე დღეს შენაც მე მეწევი იცოდეო დამთავრდა რაო კიო სეგი ერთი მედი ყოფილი ვარ მე და შენ მეო გამჩიმა გამომიყვანა ცოდნის ამბავშიო სიბზნეში დაყაჩი თორაში კაბალაში ბაღლაურობა დაბლაურობა მეცნიერება გაშიფრა სოფლიოსი სწავლა დაკვირება შენ კესეფი ოქრო ხელმწიფეები გამარცხებები გამარჯვებები ომები სოფლიო ამბავი გეოგრაფია ისტორია შექმნა ისტორიის შეხარო ხოლოთაო სიმდიდრე ბერნად გამოიხატება არის სიმდიდრე მეფეების არის ჭკვიან ხალხასა მე სწავლაში მაგრამ ბედიები ყოფილა იმ დღესვე რომ მოვკვდებიო არ გავა რამოდენი საათია და შეცავ გაჭი მომიწევ ესო მოისწრინა მალე ისო შევძანება კაც აუზახა და ვისხავ დაუყენოთ ყარაულები ამას საუჩქარო 6 ყარაულიო სადაც წავთ როგორია დავიდამელეხი როწერავს კიმალა ხავიეცა ველა იშორ ხავე ხოლდერა ღეღა ანგელოზე დაგინიშნამენო როგი შენ ყველა გზადაგვარი შეგინახოსო ალკაპაინი საუნხა ხელის გულზე მოგამაყლებენო გატარებენო დაიწყენ სიაროთის გულზეყარება სადაც სიარეთლები ახან თუ მეხიდიარებოდა ფაიტონები ეტლები ჭამდა ამნაირად ხლა უკვე სხვანაირად უშინ ჯამენ საჭმელ არავინ მოკლას სათო ესო ეს მეწევი ამის მაგა არ გადაჯა თქვენ მაგაცმა ამას წერია თორაში ქიახო ხომა თიხაია ბიყალია სიბზნე ადამიანსაო სიცოცხლეს აძლევსო სიბზნე რამდენი სწავ იმდენი ცოცხალი ხარ იცოდე აი სწავლამ წაკითხამ კაცი ცოცხალი დადა ცოცხალი დარჩა დიდი ხარ იოსებიც ასე ამის ანალოგიას ვაკეთებ მე მაღლიდან მოდიან ეუნებიან პოტიფარ შენ გინდა რომ დარჩეო ცოცხალიო სანამ მე ბიჭი კარგად იქნება მანამდე ხარ ცოცხალი ცოტა ამას რამე დემარდებაო შენეცაო შეშვიდობო დამთავრებული ყავარ ამჩესა აშხება დაჭირდებაო ხახული დაუწყებენო კადიში ტყიანო რომ მოისწინა აუწყო ხელის გულზე ტარება სანამდე წაუტყდა ნუალეხება რაც აუტყდა იქ არის ამბავიტანა დააბრალა რაც დააბრალა და კიდე დაიწყო თელი არეულობა აიყვანენ ჩვენი იოსეფი ჩასვენ ორმოში და კიდე დაიწყო იოსეფის ის 12 წლიანი საპატიმრო სადაც რომ იოსეფი დაპატიმრებული ცა ამ დღეებში ჩვენი ხანუქის დღეებში ვართ ნუ მე მარტო იმას ვიტყვი ცოტა დეტალები ვიტყვი ალახოთებით იცით ყველა ხა ვერ არის ალახად იმი გზის ჩასვლის დროს როცა მზე ჩასული არის ღეზე ლაბარაკობს კიდე რა ზერო ჩადის ჩვენი მინაგი იყო სალოცავებში გატეკინესიოდებში სანამ ყარბით დავიწყებდით ჩვენ ლოცვაში სამთელს ვანთებთ რაბი დადგება შამაში მიაწვდებს რაბის და უკვე ანთებენ სალოცავში სამთელ ხანუგის სამთელს რაბი აკურთხებს ლოცვაში უნდა აკურთხოს ყველა კურთხები სამივე კურთხება უნდა პირველი კურთხებაც ლადვიგნერ ხანუკა მეორე კურთხებაც შეყასანისი შეხიანური კი მანვე ყავლაზე მას საუკეთესო საკურთხეს და ფერადი ოჯახშიც რომ მოვა კიდე ხელახლა თავის ოჯახისთვის ოჯახის წევრებისთვის და აკურთხოს ხელახლა კიდე ნუ სადაც ოჯახის წევრები არ ყავს რაბის აგვე სხვა ახლა არის იქ არ არის შეხიანო საჭირო აკურთხოს მარტო ბერახას ოჯახისთვის და ნუ ვეგამბის ზე დიულ ბაპოსკი საუკეთესო რაბება მაკანა თითო კუთხეში როგორც რაბი ყავსე yani რომ ადგილობრივი რაბების ამ ალახოთებს შევიდე მართლა არ უნდა შევეხო ყველას ხოლო კურთხებით რომ ვიცოდეთ ვაკურთხოთ ჩვენი მინაგი ასე საქართველოში
როგორც თეფილათა ხოდეში ვიწევთ. ჩვენ ყველაფერში მივდივართ როგორც თეფილათა ხოდეში სიდურით. ეს ყველამ უნდა იცოდეთ. და სამწუხაროდ ბევრ რაღაცებს შეცვალეს, რა. თუმცა ახალი სიდურები გამოშვებულები ვარ კიდე. თეფილათ რეფაილი თუხები მათაც აურიენ ბევრ რაღაცას შეცვალეს. მე არ ვიცი თიდან აფერ. ხამრფერი. აი, აბლუღამის გამჩენა, უმალეს ხამრფერი ტერაპია. ზანდებოდა, მაგრამ საქართველოს მინაგის ხამრფერი არ არის. არავის არ ეწყვეტს. საქართველოს მინაგი იყო, ახლა ვერ ვიცი. ხამრფერმა დარჩა ბოლომდე თავის რაბების მინაგში საქართველოსთან თუ შეცვალა რაღაცები აქანა, ნუ რადგანაც რომ ცხოვრობდა ისეთ კუთხეში, სადაც რომ შეისწავლა იქაურო ადგილებიდან, ხაბადიდან თუ სხვებიდან. მე არ ვიცი ეს. მე ამის მოდი ვთქვათ ბარომეტრი ამისი არ მაქვს. ხოლო მე ვიცი საქართველოში რა იყო მინაგი. ეს პაპადან მოსმენილი თუ სხვებიდან და აგერ ჩვენი თეფილათა ხოდის ლოცულობდნენ, ჩვენი მამა პაპანი ყველანი, ჩვენ ცხაკაიში ვიყავით. რამოდენიც ისეთ შემოძვენი ცხაკმა. ცხაკაის ლოცვას სენაგოს წამოიღო თეფილათა ხოდეში. იქანა იპოვნა ძველები დაგდებული პოლზე. წამოიღო კაფეთხა გაასრულდა და შენახულია. ამ ხელა ვებერწერა ძველი დაბეჭდილები. აბა, ჩვენი მამა პაპა. სულ თეფილათა ხოდეში ეს იყო ჩვენი ძირითადი მინაგი. მერე შემოვიდა რუსეთიდან დაბეჭდილი მოსკოვში რომ დაბეჭდნენ აშკენაზმა რაბებმა. ხო დაბეჭდა იქანა რაბლებინმა და ამათმა. დაბეჭდა სიდურები შემოიტანეს საქართველოს ხოლო. ძირითადი ჩვენი მინაგი იყო თეფილათა ხოდეში. ჩვენ რომ ვაკეთებთ კურთხებას უნდა ვთქვათ ლეადლიკ ნერ ხანუკა. ლომრინ ლეადლიკ ნერ შელ ხანუკა. შელ არ არის. შეგიტყვა სვამს აგაონაბენ იშხარ. შოველებს ვაკითხულობს მაგას. ვასები ხანუკის დინაში პარაშად ვაიეშებს დასაწყისში. და კითხულობს. ამბობს. აგერაო შაბათის სამწლეულო ანთემსო კალიო. აფერ არის ალა. უნდა თქვას ლეადლიკ ნერ შელ შაბათ კოდეშ. ჩვენ ვამატებთ კოდეში. იადუ გრუზია. ესე საერთოდ ყველა ადგილებზე იქცია ლეადლიკ ნერ შელ შაბათ. ჩვენ ლეადლიკ ნერ შელ შაბათ კოდეშ. ესე იყო ჩვენში. ჩვენ ასე ვაკეთებთ, ჩვენ არაფერ არ ვცვლით. ყველა ჩვენ ტრადიციას მინდა გააჩნია თავის საფუძველოც. ხოლო ვამბობთ ლეადლიკ ნერ შელ შაბათ. ვასია შაბათ კოდეშ. რატო არ ვამბობთ ლეადლიკ ნერ შელ ხანუკა? ითხოვს ეს რაბი. აგაონა ვენიშხაი. აბა, ხერა დიდი რაბი, ბაბელის რაბი, ყირაკის დიდი რაბი, 150 წლის წინათ, 160 წლის წინათ, ზანდებოდა მაშინ მოღვაწეობდა, აბზანდა სულ 90 წლის წინათ, დიდი რაბი ზანდებოდა. სხვადასხვა საქართველოს რაბე მაგის თაობაში მიწერა ჰქონდათ მაგრაბების მაგის დამტკიცებები გვაქვს, მithumedes erda იგივე ადგილზე წერავდნენ. რაბი ხახამი ხერი სუჯუნის რაბი. წერავდა მეასებში, სადაც რომ წერავდა erda იგივე ადგილზე, erda იგივე ახსანიაში. ეს გამოდიდა ჟურნალი გამოდიდა თვეში ერთხელ იარხონ. და ამაში წერავდა აგაონ მიბავერ ვენშაიც. იმ დროში, მოიცოდეთ. ესე იგი, იმ რაბიმ თუ არ ისწორდა საქართველოს რაბები ვინ იყვნენ, რაბების სახელები ნახული ჰქონდა. ამ იარხონებში იცოდა ვინ იყო დიდი რაბი, რაბი ხახამ მიხაელ ელეშვილი, ხელა რაბი ზანდებოდა სუჯუნის რაბი. ნუ მოკლედ ეს რაბი შეკითხავს ხომს, რატომ ამბობთ ლეადლიკ ნერ ხანუკა, რატო არა ნერ შელ ხანუკა? ამბობს ასე, იმდენს კაბალაუ. მართლაო გრამატიკულად უნდა იყოს ნერ შელ ხანუკა. გრამატიკულადაა. მაგრამ დააწესაო რაბებმა რომ ნერ ხანუკა, ლეადლიკ ნერ ხანუკა, ბლი შელ kizer ashetevod nachal notzer chesed laalafim nafshenu chiketa laadonai sari nachal nun chet lamed kabalis sekretida ikidan modisot chveni tsaro im shukidan im santlevidan alda amitom chven vambot amnair sitqvebit leadlik ner chanuka ara moben shen ai sari sekret am khera didi sodi ari akan chanuka mehla რასაც მოვასწრება ის კარგია ორი სიტყვა ის ხანუკის სეკრეტი რა არის ხანუკის სეკრეტი პირველი თუ დავგვირდებით ყოველთვის ხანუკის დღეებთან დაკავშირებით დღე იმართეს ხართ ამას დაგვირებული სასწავლობა არის ყოველ წელიწადში დღე იგივეა იმ კვირაში რომელ კვირაში ვარდება ხანუკა იწყებს უკვე დღე მომატებას ესე იგი ხანუკამდე ყოველთვის დაბლა იყო ან სტაბილურად იყო ან უფრო ადრე წოდა ერთი თვის წინათ იყო ყოველ დღე დაწევა მოდიოდა უკან და უკან 2 წუთი 1 წუთი იკლებდა ხლა კი ხანუკიდან იწყებს უკვე მომატებას აი შუქი
შუქის მომატება, შუქის დანთება, დაუგვირდით როგორ მიდის მოსი, მეორე უმატებს და ამოდის. ამას ერავს, მარალი ბრაგი. არის სეფერი, მაგისი, ამას ქვია ნერმიცვა. ამის სეფერი. და იქანა მაგის ნახული. უკოთა პირდაპირ წერა, დიდ სეკრეტია. კაფეი ელულში გაჩნდა ქვეყანას. 3 თვე საერთოდ, ეს 3 თვე ელულიდან დაწყებული 25 ელულიდან დაწყებული სანამდე მოდის 25 კისლევი ყოველთვის დღე დაკლებული იყო და მე გაჩერებული დაკლება. მაგრამ კაფეი კისლევიდან დაწყებული ხანუკადან უმატებს და უმატებს. არ შემაგიინ შალოშ ხოდაშიმ კადიმა. ებეთ შევეთ ადარის 25-ში უკვე სულ მაღლდება და მაღლდება. ბავშვი. აბა დამატება უკვე იწყება აქანა. ეს არის გამჩნევა ყობის გაჩენის დროდან დააწესა ბუნებაში. არ ეხება ხანუკას მაგრამ დააწესა რომ ამ დღეებში არის მომატება შუქის. ამიტომ არის დიდი შეკითხვა განხული შეკითხვა ალახაში. როიპონეს ზეთი ბეთამიგდაში. რამდენი დღე უნდა ყოფილიყო ის ზეთი რაც იყო? რაოდენობა იქანა? ახში რაც იყო ჩასმული პატარა ბანკაში. ერთი დღე ხო ასეა? ესე იგი ერთი დღე პირველი დღე სასწაული არ მოხდარა. იმიტომ ერთი დღის საყოფი მარანგი ხონდა. რამდენი დღე იყოს ზედმეტი რომ დაინთო ის 7 დღე. აბა რატო არ ჩვენ რომ კეიფოთ 2 დღეს? თუ სასწაული მოხდა 7 დღე, 7 დღეზე უნდა იყნიშნა სიმხიარო. არა. ჩვენ რასაც რომ ამბობთ ახლა, აქედან გამოდის დიდი სეკრეტი. რომ სინამდვილეში რამემა რომ დააწესენ ეს რიცხვი 25 ხისლები დღის მომაღლებასთან და გადიდებასთან დაკავშირებით. რადგანაც რომ ამ დღეებში უკვე დღე იმატებს, შუქი იმატებს, მაგათმა იგულისხმე რომ იქანაც შუქი რო გამჩნდება მოუმატა ზეთში, ეს გამამდინარეა ამ დღეების ღირსებიდან. რადგანაც რომ დღეებია ღირსეული დღეები და პირველი დღეც უკვე ნეში ჩატარეს. აი ეს არის. ხლაკანა კიდე ერთ სეკრეტი გეტყვით, მაგარს. ამას წერავს დიდი რაბი აროკეა. არის ბილხოთ ხანუკა, აქ სეფერა როკეა, ხანუკა, ისინა რეშკაფეი, უნდა იყოს მაგანა 225-ზე. იქ არის ეს რასაც ახლა გეტყვით. გამჩენა რო გააჩინა ქვეყანა. წერია თორაში პირველ დღეს რა გააჩინა გამჩენა. აუგირდი ბერეშიჩი. პირველ დღეს. გააჩინაო ღმერთმაო. ვეარეთ საიტათობავო. ვაიომერ ელოიმ იეი ორ ზანაუ ფალმა შეიქმნეს გაჩნდა შუქი. აგაჩნდა შუქი. აინაღა ღმერთმა იგი შუქი რადგანაც კარგი და განსხვავა ღმერთმა შუა შუქსა და შუა სიბნელესა. დაიყო საღამო, დაიყო დილა, დღე ერთი. წერია თორაში. ზეგი შუქი არის უკვე ახსენე პირველ დღეს. შუქი არსებობდა პირველ დღეს. და მაშასა და მეგეკითხებით მე თქვენ. მერე წაიგითხეთ 4 შაბათ რა გააჩინა გამჩენა. მზედა მთვარე. ვერ გავიგე. თუ შუქი გააჩინა გამჩენა პირველ დღეს, მზედა მთვარე რაღა არის ვერ გავიგე. მზედა მთვარე სხვა ყოფილა და შუქი სხვა ყოფილა. აი ეს უკვე ზوارიდან არის. ზوارი ბძანებს შუქი რომელიც გააჩინა გამჩენა. როცა გაჩნდა მსოფლიო პირველ დღეს, რომ გააჩინა ღმერთმა შუქი, ეს შუქი არ არის შუქი, მატერიალური შუქი. ეს არის სულიერი შუქი. ეს როგორც რენტგენი. ადამიანი რო დაადგებოდა ეს შუქიო, ადამიანში რა არსებობდა შიგნით, სულ ყველაფერი გაშიფრული. არ არსებობს ამის დამაგვარი არაფერი. ეს არის სულიერი ძალა, სულიერი სიწმინდე, ეცემ ტაორ, ასე უძახის ზوارია მას. ესე იგი, მატერიალური წმინდანი მატერია, რომელიც მსგავსი მსოფლიოში არ არსებობს. დაინახა გამჩენმაო, ამ შუქსაო, ყოლამი ვერ იხმარსო, რადგანაც ბევრი ბოროტები გაჩნდება ყოლამზე. არ არის მათთვის კარგი ესეო. რაქნა გამჩენა დამარხა ეს. სად არის დამარხულიო? კითხულობს გემარა თორაში. აი რომ გამჩენა შუქი და შიგნით ჩაასაფლავა თორაში.
თორას ინსტალოს სიღმით და ღმერთმა დაამადლიანა ეცხადება ამ შუქიდან ბევრი სეკრეტები დორის. ეს არის შუქი, რომელიც სიმძლის შუქი, ბროლი, რო არ არსებობს შეკითხვები, რო არ არსებობს ეჭვები, არაფერზე. სულამერი დალაგებული ჭკუა, რო თქვა, სეხელ ფაშუკ, შეგორებლეზე კაბალაში, რამბამი რო წერას ბორონებუხიმში, სეხელ ფაშუკ, ზეი, უბრალოდ ჭკუა, დალაგებული ჭკუა, გახსნილი ჭკუა, ყველაფერი გაგებული როა. აი ეს არის. ეს არის თორაში. 36 ჯერ წერიაო თორაშიო. თორაში ამას დიდი ვერ არის. გადაშალეთ თუ დაითვალეთ სიტყვა მენორა, შალდმერი, ნერ სანტელი, ან შუქი. ეს ამის სიტყვა. შუქი, შალდამი, მენორა არის 36 ჯერ დაწერილი თორაში. სულ დაითვალეთ. იმიტომაო ის შუქი, რომელიც გაჩნდა პირველად, ადამ არის შრომა, რამდენი ხანი იხმარა ის შუქი. რაც გააჩინა ღმერთმა თავიდან ბერეშიტში 36 საათი მეტი არა, ძალიან მეტად. 36 საათის შემდეგ გააქრო განშრომა დამარხა თორაში. დამარხა თორაში 36 ჯერ დაიწერა სიტყვა შუქი, მენორა, სანტელი. ხოლელე ნერ, მენორა, ორ. გამაშუქებელი სიტყვა შინაარსი. ყველაფერი არის აქანა. თორაში არის ეს ძალა. რამდენ სანთელვანთებს ჩვენ ხანუკაში? 36. ხლა მე არ ვანგარიშობ შამაში. შამაში რომელიც არის რომელსაც ხმარობ ჩვენ იმისათვის იმინდა რო ავანთოთ დანარჩენები. ველაბარაგო, რო აიღოთ ანგარიში 8, 7, ხო? ბოლოდან 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 გამოდის შეჯამებით 36. ეს არის სეკრეტი ამ შუქის, რომელიც რომ ხალხის ღებში მოდის ყველას. სასწაულია. ხლა სასწაული არის რომ გამჩემა ყოლვის გაჩენის დროდან 25 ქისლებში შუქის მომატება დააწერა ქვეყანას. დაიწყება დღე მომატება სიწყებს ამ დღეებში ბიტკუფა ტევეთ, ხოლაზმან ტკუფა ტევეთ. ეს არის ქლარი გეკნეთ. რომ გამოცხადება ტკუფა ტევეთი იწყებს დღე მომატებას. აი ყოველთვის ვარდება ამ დღეებში. ყოველთვის. აგერ კიდევ 36 ჯერ წერია შუქი თორაში, 36 საათი ვაშუქებდა და აგერ ეს სეკრეტი გამოდის ხანუკის სანთლებში. დაითვალოთ სიტყვები თორის 25 სიტყვა ბერეშიდან დაწყებული, რომ იხვიდეთ სიტყვამდე ვაი ორ და გაჩნდა შუქი. სიტყვა შუქი არის 25 სიტყვა. ესე იგი 25 ქისლები გამჩენელი გულისხმარო ეს შუქი იქნებოდა დანთებული რაღაცა დროში. აი ეს არის ქისლები ამ დროში, როცა რომ ჩვენი მამა-პაპა მღერა სასწაულების ნახველით წამდებოდა. აი რაბოთაი, ამიტომ აქედან ვისწავლეთ, რომ ხანუკის დღეები უბრალოდ დღეები არ არის. მithumedes 8 სანტი. და მინდა მე კიდე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. არა გუას არის ახლა რა პერიოდი დრო. ნიშნულ კომენტაკოთ. და მაფტირი ვეღარას. სამწუხაროდ, აი რა მაფტირია. რა ვქნა. ნუ ახლა ჩვენ შეეხები წესიერად ამ ვერ სამასწნი ვერ საათში საათაღევარში ვერეტები ადამიანი რა ვქნა ახლა ხალხსაც ხوارა გამდენი ძალა რო დაჭდეს და საათობით მოისმენოს ამიტომ არის მაგეთად რაღაცნაირად ახლა ხანავას ვიდარაშებ ესე მავალ ლიბრატორაში კიდე მე შევამსებთ რაღაცა და შევამსებთ ხანდახან რა თქმა უნდა რომ იოსების დარაშვენე კიდე ახლა თელი სამი დარაში შემდეგი დარაშები სულ იოსებსია რა ბარაგი და ამას ჩვენ სხვანაირად გავშიფრავთ კიდე რა თქმა უნდა უცახს რომ დაუბრუნდებით ამ თემებს ასე თუ ისე დაიხვეწება ეს ყველა თემები და ამას უკვე ჩვენ გავშიფრავდა მავალ შაბათს კიდე ხანუკა მაინც ხო არის კიდე კაცო და შევიდა კიდე ერთი დღით კიდე ვილაპარაკოთ ხანუკაზე რაღაცა სეკრეტები შეგიმანთ კიდე ბარუხაშევ არის რაღაცები და არ მინდა ახლა ყველაფერში დაგყალოთ და ძალიან ხოლო ეს რაღაცას მაინც ვიტყვი მარტირს მაინც პატარათი მარტირს ხისკუვე ამეცლება ხემ ხოლამია ხალიმ ლადონაი რონი ვესინხი ბადციონ კინენი ბამეშანდი ბედოხეხა ნეუმა ადონაი იღადღადე და გამხიარუდი ჯამათო სიონისტაო რადგანაც მე მოვდივარ დავსადგმურო შენში და ზანებსა
უფალიო შემოუთვანაზე ხარიამ საისრაელოს ისოდეთ შვილებო ვენილვუ გოიმ რაბიმ ელადონაი ბაიომაუნ ვეაიული ლეყამ და შემოერთდებიან და გამოყვებიან ერები მრავლები მარტუბალასა შინადღეს სამასა და იქნებიან შემთვის თანაერად და ვისადმურებ შენში და შინ შეიტყობ რომ უფალმა ცებაოთმა გამამგზანა იმართა შენსა და უგვირდიდამ სიტყვებს ვერილვუ გოიმ რაბი მელადონაი ბაიომაუნ რაფერ მიიღებენ შეკითხვა იბადება აგერ ვიცით რომ გემარამ დაადგინა შენობა ამელეხის დროს მორჯულებულებ არ ღებულობდნენ საისრაელოში რატომ კაცი რომელიც არ მორჯულდება წვიანი გული და სულით მორჯულება უნდა იყოს გამჩენისთვის არა მატერიალურ გაგებისთვის მე ხასიათა ახლა ებიჭი მინდა დავქორწილდე ებრაელია მე ვარ მოთაყოლამი მაგისტვის ამ ბიჭისთვის მორჯულდები არ მიიღებენ მორჯულება უნდა იყოს რადგანაც მე გამჩენი ამოვირჩიე მე ვიცი რომ ზანდება უფალი ღმერთი ყოლამისე მე მწამს მისი თორის მწამს ამრწმენის და ამიტომ არის რომ მორჯულდები არა იმიტომ გავდიდრდე არა იმიტომ რომ ესე მინიყონ დაფკიდი მამცენ არა იმიტომ რომ ვიღაცასთან დავქორწილდე ან პარტნიორი მყავს ებრაელი მინდა რომ გავუსწორდე არა ეს არ არის მორჯულება მორჯულება უნდა იყოს სულით გულით გამჩენისთვის შოსტროს იმდენი ოქრო ეყარა იერუსალიმში ყველა მოთაყოლამს უნდა ებრაელობა მოდიოდნენ მამარჯულე დადგინა კი მაგრამ ლოკიბლუ გერიმ ბიმე შლომო ვებიმე დავითის და შელომოს დროში მოდაიყო ებრაელობის მიღება თავზე აღარ ღებულობდნენ მორჯულებულები ლოკიბლუ შეკითხვა იბადება აფერ მოვლიან გამოყვებიანო მრავალი ერები გამოყვებიან და გახდებიანო ებრაელებათაო ისრაელობას მიიღებენო თუ დავითი და შელომოს დროში არ ღებულობდნენ მაშინ რომ მომზადდებენ ეს სიკეთეს და საისრაელო და სოფლიო გაიგებს ვინ არის მართალი ვინ არის ყალბი ვინ არის ღმერთი ვინ არის კერპი ვინ არის ამორჩეული ერი და ვინ ყოფილა უფთა არაფერი ამას გაიგებს ხალხი ყველას უნდა ებრაელო რაფერ მივიღებთ სიტყვას დაუგიწყას პასუხი სიტყვაშია მოცემული შენი არ მიიღო მორჯულებულიო თორა გიწერას ებრაელი შენი არ მოარჩულო სასამართლოში რომ მოვიდეს შეძანა მომარჯვა არა მაგრამ განაწერია ვენილვუ გამოყვებიან ერები მრავლები ბევრი წვიან არ მომარჯულო თუ გინდათ მაინც თქვენ გვერდში გინდათ ვიყოთ მინდა რომ გამოყვეთ შეუერთდეს საისრაელოს მაშინ გამჩენდი ძანებს ამას მე რომ ხედავ რომ გულით მოდიან მაგენი მაშინ შეიქნებიან ჩემთვის თანაერად სოფლიო გადაიქცევა იერუშალაიმად თელი სოფლიო გახდება ერეცად მოწერია გებარაში ყათიდია დამზადებულიო იერუშალაიმის საზღვრებიო დამესეკამდე მივა სირიაში ესე იგი იერუშალაიმი რო იტყვიან იერუშალაიმი სახლება გნაყიდიო იერუშალაიმშიო შეკითხვას დაგსვამენ რომელ უბანშიო ჯახელმადან იგან არაგვია სირიაში თუ იერუშალაიმში რო არისო რომევაო რომელზე ლაპარაკობო თუ ბევრი არჩევანი იქნება ყველა კუთხე ჩვენი იქნება წერიები და ვიდროში და ათიდია დამზადებულიო თელი სოფლიო ჩაითვლებაო ერესრაელათან გეუნება გამჩენი მიუხედავად რომ თელ სოფლიოში ჩემი შეღინა წამოწება სოფლიო შეუყვარდები ყველა გამომყვებიან და შეიქნება ჩემერებად რამე შემეკითხეო სადავისადმურებ მეო მათში თუ შენჩიო არა მარტო შენჩი ვეშახანთი ბეტოხეხ იპირველობა
ისინი ვინც რომ გამავყვენ გაჭირებულობით მემსახურებოდნენ დამონაებულები ნაცნაპერტი გალუჩი აგდებულები ვიზახდნენ ზოგადგილზე ჟიდ ურია ზოგიამოს ურია სულ სიტყვა არის მე მამწონს ის რა არის ურია იცი ორია გამჩენი შუგი ნაპერწკალი მართლა ნაპერწკალი ვარ გამჩენის პირად კი არ დაგვარქეს საქართველოში ურია ორია ზერღირსება კულტურა რარი კულტურა კოლთორა ხმათორის ურია ორია გამჩენი შუქი და ნაპერწკალი ვარ ჩვენ შვილებო სოფლიო გამომყვება მაგრამ მე არ ვივიწყე პირველებს ბევრი ებრაელი იყო სოფლიოში მილიონობით ასობით მილიონი დაიბადა აბრამი პირველი მაინც ერთ საწერია შირაშრიფში თაშური მეროშამანა მეროსტენი ბეხერონ მეროშამანა მასზე ამანა ემუნა როშამანა პირველი ემუნა ვინ ჩამოაყალიბა ჭიშვარიტობა გამჩენის იქიდან დავიწყე პირველად ყველაფერი აბრამი დაიწყება ამიტომ შვილებო ბევრში დავისადგურებო ყველა მიცნობს თო ყველა მიიღებს ჩერწმენასაო მაგრამ დასადგმურებით თქვენთან მექნება ჩემი ბაითი მესამე ბაითი ვეშახანთი ბეტოხეხ შეიცნობს ყველა რომ უფალმა ღმერთმა გამამგზანა მეიმარჩენსა დაგაინაწილებს უფალი იმართიეუდასა ნაწილს სამისა ზედა მამულს და ხასსა იეუდაში მებატაძარი ბეთამიგდაში გამჩენისაო უბაჰარყოდ ამოილჩევს კიდევ იერუშალაიმშაო ადგილებს მორჩეული ადგილები ას კოლბასარ გაჩუნდეს დადუნდეს ყოველი ხორციელი იმის წინა შეუპლისაგან რადგანაც რომა ის დრო რო დადგება რომ გამოიგვიძებს გამჩენი იმით სარაიასა სიხასის მისისაგან მაშინ გნახოთ ერებო მაშინ გნახოთ წამამდგარებო ჩემ პატარა ერზედავო გაჩუნდებით დადუმდებით როცა გამოიგვიძებს უბალი იმის სარაიასა სიხასის მისისაგანაო ეუნებაზე ხარია საინსტაელოს რასაც ეკლაგეუნებით გელაპარაკეთ წაღანა ეს არის მესამე ბეთამიგდაშზე დავო მაგრამო ხაზე ხარია როდესაც ხარია პირველ ბაიჩია ზეხარია მაგრამ იცოდეთო ხო გაოხდება იერუშალაიმი პირველი ბაითიო სანამ მესამე მოვაო მეორე ხონდა იყოსო ახლა მეორეზე გეტყვითო მე რას უყურებ მეორე ბაითის ამბავთან დაკავშირებითაო სანამ მეორე ბაითიო დადგებაო რა მოხდებაო დადამანახამე უფალმა იგი იოშუა ქოენ გადოლი დამდგარი იყო წინაშე ანგელოს საუპლისას და იგი სატანი დამდგარი იყო მარჯვნით მისითა სასატნოდ მისთვის მოახსენა უფალმა სატანსა შეგიკავებ მე შენ სატანო შეგიკავებ შეგიწყრები მე შენ კიდევ იგი ამამრჩევი იერუშალაიმისაო მე ვარ უფალიო რა გინდა ამ წმინდა ადამიანიდანაო აგერ ეს არის ნაპერწკალი გადარჩენილი იმის თესლისგანაო ასეულია სამი ადამიანები სამი წყობა იყვნენ რომლებიც ჩვენ ისტორიაში ცეცხლ გადაურჩა პირველი აბრაამ ავინუ მეორე ხანანია მიშაელ აზარია ესამე ვინ არიან აგერ ბრძანდება იოშუა ქოენ გადო იოშუა ქოენ გადო რა მოხდა ლა აბრაამი ვიცით ნიმროდმა გამოცადა აბრაამი მუცეში ისროლა გამოძერა ცოცხალი ბარუხ ჰაშემ ხანან შენ ყაზარიანი უღანეცამა
ჯამაათი საისრაელო ყველა გადაჩერდა ამსახურა ყავდა ზარას არის გემარაში ასე მეგირა 12 ბრუსელი წერას გემარა მსახურელ ბერმა ამსამარ მსახურა ამათმა არამსახურმა აპატიათ ეს საისრაელოს არშევა ფირუშებში ამაზე ძალიან ძელი დარაშები მან ბევრი ალაღაში სახმე კუდის 53 ბრუსელი ანდარტა დიეიშთა ხავაია ბეგოლე ბევრი ალახოდებია მოგლე აბრაამი ვისწავლეთ გამოვიდა ცოცხლიდან ხანან შენ ყაზარია ცაში სროლა მეუღალე царმა გამოვიდა ცეცხლა ცოცხლები იყვნენ აგერ იოშუა კოინ გადოლი ცისტროლენ ცეცხლში ესე ნაკლებად ცნობილია ხოლო გიმერამ დაადგინეს ამო იოშუა კოინ გადოლი ბრძანდებოდა რაბი ამ წინასწარმეტყველების ხანანია მიშელ ყაზარიას მასწავლებელი რაბი ბრძანდებოდა იოშუა კოინ გადოლი დიდი კაცი დიდი ადამიანი ორი სრულ წინასწარმეტყველები იყვნენ მარტო დღეს გარყობილა სრულ წინასწარმეტყველები დღეს რომ გამოდიან ეს არის მასიახიო მე ვარ მასიახიო მე ვარ ყველა ებრაელს მასიახიო გაგიჟებული ვარ მართლა იმდენი ხალხი რაცო გაგიჟდა ხალხი აგერ ახლოსია აშდოდთან ვიღაცა რაბინიო მასიახი არისო სოფლიო აღიარებსო ჩდილოეთ შეგიდერ დიგიჟი მასიახი ვარო ელავიდან მერე გახსენეთ ქართველი ხა ქართველობასაც გედედო ქართველობასაც სურამე სიკეთე მოდის სიკეთე იცოდე ჩვენში შემოდის სიგრახავე სურამეა გარეთ ჩვენში შემოდის იცოდე ჩვენ ვერ ურჩევთ ჩვენ როც ყველა ის ჩვენიც მოგალაგები ვარ ედიგიში მერე გავს ბევრჯერ რაბიო დამაღიარო მასიახი ვარ თუმცა მე ვინა ვარ ისე მაგერი რომ თუ ხარ მასიახი დაგვიკიცებს რაბმა მიწეროს პირდაპირ რა დაწერი იქანა უნდა შეყვაროს და ისრაელოს ააშენოს პერამიდაში და გეულა ხო თუ გააკეთე მაგას მოუყარი მე ვიქნები პირველი ტაში დამბრელი რაგი აი როგი მასიახი სხვა არის შემი დანიშნი დამადაგნიშნა ქალაქის მერია სხვა არის ეს რჩევანით რამდენი ხმა მიიღე რამდენი მივიღე სარი გამჩენიდან თუ დაგნიშნა და სრულ ყალბი წინასწარმეტყველებაშიც ყოფილა იხუთი ახალ ბენკოლია არის მოყანილი მეორე სიდკია ბენ მაღასია გემარაში არის სარედრენი 93% ესენი მოდიოდნენ ესენი წინასწარმეტყველები იბრალებდნენ თავიანთ თავზე წინასწარმეტყველებას მივასწავლე დღეს თანდაღან ყველა ბიზნესმენიო იზახის ბიზნესმენიო კი არა ბიზნესმენი ზოგი იბრალებს თავისავს ბიზნესმენობას იბრალებს რაგესი შენე ბიზნესი ერთხელ რაღაცა საქმეში გამჩნეო მაზალი მოგცა და წაიწიე წინა ეს არის შავ ბიზნესმენია რომ ღმერთიდან ყველაფერში აყვევა ბარაკა ჭკუით მიდგომით ადამიანობით სწავლით გაშიფრით საქმეს რო უდგებით აიგე ანალიზებით ასე კი არა რა შემთხვევით აბა შემთხვევით კი არა კარამაშო ბიძო რაღაცა მოვიგე უსფათ მოგება ყველა შეუძლია ერთი და ორი მოგება ყველას მოუხდება ცხოვრებაში ხოლო ბიზნესმენი სხვასახებია წინასწარმეტყველი ეს სხვა წოდება ყალბი წინასწარმეტყველი იყვნენ ესენი რასაკეთებთ სოდუბრალ აგეთებდნენ სოდუარი ყორალ დაუყევია იცოდე მოდიოდნენ რო აღენდა უვარდათ ოლამაზის ხორ გულაობა უვარდათ და მოვიდნენ მუხანეცარის გოგოლა ულამაზის გოგო ყოლია მუხანეცა უთქვიან ამისთან გამჩენო შემოგითვალა ჩვენეო შენ ისეთი შამავალი ხარო ჩვენაირებთან უნდა იცხოვრო დახორციელდეო ცხოვრობ შენთანა უნდა ამან მოვიდა ერთმა უთხრა გამჩენა გამამიშვა შენთანა იმასთან რო იცხოვრო მეორე მოვიდა გამჩენა გამამიშვა ამასთან და მოკლედ უმეძურები მეძურს ორივე მოვიდა გოგო მამას მოუყო შო ამაწყობენ რომ ვერი ორი გიჟი არის ხასაო ასე და უცხარი მოხდეთ რა ორივეს ნეოცას ჩავარდა მტერი ხოიც რა ღელე ხო დაუცხარი მოხდეთ სამა ვინგითხრა თქვენი ამბავიო გამჩენაო მერეო შევეკითხეო ხანანემ შეყაზრიას მეო და მაგენი ამბობენო გამჩენ მაგას არ იტყოდაო გამჩენ მაგნაი რაღაცები ზურს არ არსებობს მერეო ისი ჯერავიზიო რუნებიან ესენ აგური უცხანი ისი ჯერავ ჩვენ წინასწარმეტყველებად მაგენის არიან მაგენი არაო ჩვენ კიო მაგენ არ უდგია გამჩენსო ჩვენ ბზარა გამჩენაო დაგუჭერი ჩვენა თუ გიჯერე მასო მაგენი გამოცდილები მყავს მეო ცეცხლაო მოდი გამოცდიდო თქვენ ეცაო ცეცხლიდაო თუ გამოხვალთო ცეცხლი და ცოცხლებიო მაშინ კი ბატონო დაგიჯერებთო არა მე გამოცდილო უყავსო და არა გამოცდილიო ჯერა გამოცდილისაო მაგალ ჯერებედათაო კი მაგრამაო აგზელებენ რომ ხარობიდურები იყვნენ მაგენიო სამი იყვნენო სამიო ჩვენ ორი ვარ აი რჩიეთო მესამე კაცი მეც გიდადო და
შეუშვით გენერალთა თავი. ამათ თქვენ, მოდი იოშუა ქოინ გადოლა ვირჩით. რატო? იოშუა ქოინ გადოლი ბრძანდებოდა ხანანეა მიშელ ყაზარიას რაბი. მასწავლებელი. თუ მოწაფეებმა გადარჩენო ხანანეა მიშელ ყაზარიას ცოცხლიდანაო, მათი მასწავლებელი რაბიო მეტი ხო იქნებაო? ვევადაიო, შეიძლება მაგის ზეხუდით შენს გადარჩენ. გაუშვა ნებუღანეცარო შეუშვა ესენი სუყარანის საცში. ეორი გამოვიდა იქიდან ყალაეში. ამწვარი დარუნული შეშვიდობა. დათუთქული ხორცი. ორივე. ესე გამოვიდა ცოცხალი. მაგრამ ტანსაცმელი შერუჟული ჰქონდა. იკითხება ნებუღანეცარი, მეო ვიციო სადიგი რომ ბრძანდები. საცილები გადარჩება. ელი დღესაც გულაო ხარჯი გინიდაო. მევადაა რომ სადიგი ხარ. ესენიო ბედოები გადა წავიდა გაბრათაო. შესაგაბროთაო. მაგრამაო რატო შეგერუჟად ნასაცმელი. იკითხება შეგიყოდა. მადლობა თქვიო, ასე უნება პასუხობს. მადლობა თქვიო, რომ მეტი არ მოხდაო. მე რუბედურებთან შემიშვი. აბრამის რო იყო მარტო და აბრამი რო გადარჩაო, ხო ყავდა აბრამინეო. აბრამსა ორი უბედური არ ყავდა გვერდშიო. მე ორი უბედური ყავდა გვერდში. მადლობა თქვიო, რო შეძლო შემამადლება, რო განამარჩინა მეო. მე უბედურებთან შემიშვიცაც. ხა მოკლედ ამაზე არის დღევანდელი ფაქტი. იოშუა გადარჩა. ანგელოსმა გამოიყვანა ცეცხლიდან. მაგრამ ანგელოზი, რომელი ანგელოზიც გადაარჩენს, მის სამა ბეზღრობ დადგა მარჯვენა მხარეზე. აგერ გადარჩინა, აგერ იმაბეზღრა. რატო მაბეზღრობს? რატო არისო როდეწონას ასაცნე? მეო აბრამის თანაც ვიყავიო, ინახიაო ხანანემ ყაზარიაო ხვედიცაო და იამბები არ მომხდარაო და ამას რატო დეწოთ ასაცმენიო? რაცოდოს დეწო გავშიფოთ. ამას ეუბნება გამჩინე ანგელოს. არ გაშიფრო არაფერი. ცეცხლიდან გადარჩაო, თუ რამე ცოდო ქონდა გაკეთებულიო, თუ რამე ხარვისები ქონდა, ყველაფერი გასუფთავებულია კაცი მოკეო. რაღაც ეცე. მე შეგითხოვდავს. სამი პარტია ხალხი. აბრაამი, ხანანეჯერ ყაზარია თქვით და აგერ იოშუა ქონდა. ამ სამში ვინ იყო ყველაზე ცივი? სამის დემოკრატია იგი ამბობ, ცეცხლი შევიდნენ, ცეცხლა გამოვიდა, მაგრამ ვინ იყო ყველაზე მაგარი? ღირსებით. არ გამაგზავნე ბელაპარაკ აბრაამ. რატომ? ესენი ანგელოზებმა გადარჩინა. აბრაამი გამჩინმა გადარჩინა. ზანა გამჩინმა. მოიდენ ანგელოზებმა და ჩავალ დაბლაო. გაუგრილებო, სამწვიმამო, ცეცხლის ანგელოზი ვარ, ჩავალ დაბლაო. არაო. აბრაამი ბრძანდება ერთი დაბლაურებშიო. მე ვარ ერთი მაღლაურებ და დაბლაურებშიო. ჩამოვიდეს ერთმა გადაარჩინოს ერთმა. გამჩინო გადაარჩინა აბრაამი. ესე აბრაამმა ყველაზე მაგარი ადგილი მიიღო, რადგანაც გამჩენით თვითონშიც და აბრაამის გადასარჩენა. კარგა, გავიგეთ. ამორში ხანანია მიშელ ყაზარია და მათი რაბი იოშუა ქოინ გადოლში ვინ იყო მეტი მაგარი? თონით. ხანანია მიშელ ყაზარია. რატომ? მაგაზე მაბეზღრობა არ იყო. სწავლობთ გემარა ძანებს. მეტი არისო ცადიკიო, ვიდრე ანგელოზი. მეტი უპირალისობა. და წინდაღენება მიცა გამჩნევა ცადიკსაო, ჭიშმარიტ ადამიანსაო, ადამიანს ჭიშმარიტს ვიდრე ანგელოსო. რატო? სიამსალოთ ამასაუბრა. ნებუქადნეცარმაო, თავის ხალხი ეუნებაო ნებუქადნეცარიო. აგერ სამი კაცი ვისროლეთ, ჩაუშვით ცეცხლში, სიდან გამოჩნდა მეოთხეო, მაგრამ სანახაულობა მეოთხესიო, მიაგავს ანგელოზის შვილსაო. კითხულობს გებარა სანედრინში. რატო წერია სანახაულობა მეოთხესი? იმიტომ იდგერო შევედობით. ხანანია პირველი, მერე მიშაელი, მერე ყაზარია. პირველი, მეორე, მესამე და ბოლოში მეოთხეში იდგა გაბრიელი. აგიდა სალოს გემარა. გაბრიელი რო იყოსო მეტიო, ცადიკიმებზე ანგელოზი იყოს მეტიო, წინ დადგებოდაო. რატო ნებუქადნეცარ მეოთხეო, ანგელოზი იაგახსო. და მეოთხე იდგა. აგიდა სალო, ცადიკიმები წინ არის, ვიდრე ანგელოზი. ესენი. კი ესეც თავიანთი რაბიც გაბრიელმა გადაარჩინა. მაგრამ მაგაზე მაბეზღრობა გაიტანა. ვერში დაუდგა, შენ გადაარჩინა. მე ამოუდგა ვერში მარჯვენა მხარედან და თუ გადარჩიო, ტანსაცმელი რატო დეგიცვაო? შენი ტანსაცმელი არის ცი, ტანსაცმელი არის, რასაც აცმევიან სადიგივე სულიერ ტანსაცმელი იმქვეყნათ. ეს არ არის მატერიალური ტანსაცმელი. და შენი ტანსაცმელი რატო არის შერუჟულიო? გამჩენი ეუნება არავით არისო. ამას ცოდო ქონდაო, რა ცოდო? შვილებზეო, შვილები ყავდა, მაგრამ ვერ იყო წესიანი ზაზე იმდენად, რადგანაც ქოენი შვენდოდა, ქოენის ოჯახს. ქოენ არა აქვს უფლება, ქოენის კაცმა, ქალი თუ არის გათვისებული ქალი, რომ მოიყვანოს სოლად, შაგნუშა.
ხო არის ალახა ხო ამათ ყავდათ მოყალილი ნაშინ შენამ ქშეროტექეუნა მამის რაბრალია შვილება შეწოდა შეგეძლო გეთქვა ორი სიტყვა და გერგებინა რომელ ოჯახში შაბათით ეხება და მამა არ იტყვის ან დედა შვილება არ გააფრთხილებს ვინა თვითონად ეხო შაბათი რომელ ქალაქშიც შაბათი ეხამენ შენ რა ვიხარ შეგიძლია სიტყვა თქვა არ ამბობ თვითონ შენიად ეხო შაბათი აი არის კენტრიგები გამჩევა გიშირო შვილმამავლის ბედნიერება ყველაფერი სიკეთე ბარმიცვა ნათლობა ხათუნა შაბათთანები სალოცავებში მაგრამ კვირის გამჩენე კვირის ზოგჯერ შემოდიან ლოცვაში კენტრიგები მოაქვე მაშინებით მოდიან შაბათეულად კვირის საკადოშ ვარღო მიბიკესტო მიედეხე რემოსხაცერაი შილებო ვინ მოგთხოვა თქვენეო როდათელეთო ჩემი ოჯახებიო სახში დარჩი უკეთესია არ გააკეთო შაბათხათანი არ გააკეთო მილა წესიერად ქაშრად ხოლოდ შაბათია მიხელაც მილე შაბათს ამიტომ ორავე რაბოთ აი ეს მინდა რომ ვთქვა რომ ორი სიტყვით ყველამ გაუთხილეთ შევისწავლოთ აქედან რას ნიშნავს ადამიანი რომელიც გამჩენილ სახურება გულდას სადიკი ადამიანი წინდგა მალახი აშარეთზე ვიოშუა აიალაბუშო ბეგადინცოინ კონდამა ჩაცმული იოშუა პანსაცმენი გასტურილი დაიდგა წინაშე იმ ანგელოსა დაუპასუხა და მოახსენა იმ ართმ მგობელებსა წინაშე მისამნაირად გამჩენიურება მათ აუგირდი ასირუ აბეგადი მაცოი მეყალა გაშორედი სუდიდან საცმელი გასურიდან საცმლებიო და მოახსენა გამჩენილ მას აგერ ნახე შვილო გავაშორე შენ საგან ბრალები შენი ჩაგაცვიმე შენ ბროლი ასაცებიო დაუცანა გამჩენილ დაადები ჩირა სნიფ წაორ წმინდანი ზედა დავსამისა და დასდენ მასად სამითი თაჯი შვენიერი ზედა დავსამისა ჩაცვიმასთან საცლები და ანგელოზი უფლისა იდგა შვენი მოწმა ანგელოზმა იოშუა ქოინ გადოლზე დასეუნება ენგრეთ შემოგითვალა გამჩენვა სებაოთმა თუნს ჩემ გზებზე ივლი და თუ ჩემ სანახაულობა შეინახავ და უკვლავდე კიდევ შენ გაასამართებ ოჯახსა ჩემსა შეინახავე ზოებსა ჩემსა მოგცე მე შენ სიარულის უნარსა შინა იმამ მდგომელებსა ამებსა ანგელოზები არიან მდგომელები ისინი ვერც მომაღლდებიან ღირსებით ვერც დააკლდებათ ღირსება რადონეზეც გამჩემა გააჩინა იქან არიან გაშაშებული ადამიანია მოსიარულე ღირსებას უმატებს ღირსებაზე თავის მოქმედების მიხედვით ამიტომ ადამიანს ქვია მოსიარულე ანგელოზს ქვია მდგომი ერთ ადგილზე მოისმინე შენ ქოენ გადოლო იოშუაყო შენ და შენმა მეგობრებმა ხანანია მიშაელ ყაზარიამ იმამ ჯდომელებმა წინაეშენსა რადგანაც სასწაულის ხალხი არიან მაგენი აგერ მამყავს მეგიყმა ჩემი ამოფუზული ბალახისებრი ამოფუზდება ისრაელისთვის აგერ იგი ქვა რომელიც რომ დავსდები წინაშე იოშუაღასა ზედაქვასა ეცა 7 თვალები აგერ მე ამოთლილს დამისა ზარებს უბალიცებაოთი გადავივიწყებ ბრალს და ქვეყნისას და შინა დღესა ერთსაო განაგზელებს დამოსინასწარ მეტყველი ამ სიტყვებით მაშინ დაუძაღებ კაცს მეგობარ სამისა ქვეშეთ ვაზის ხესა და ქვეშეთ იმალ ლეგვის ხესა დაჯდებით ის სიამუნებთ ცხოვრებიდან მაშინ გამამიძა ხამე ანგელოზმა და დამანა ხამე მან მენორა შალდამი ოქროსი თლიანი და გულა ბურთი ზედა თავს სამისა და 7 სანთლები მისთვის 7-7 გაწყობილები ჩამოსმილების სანთლებად ზედა თავს სამისა
და გარშემო მისა ორი ზეთი ხილი მარჯვნივ და მარცხნივ ამ ბურთის მარჯვნივ და მარცხნივ და მაშინ უპასუხა და ეგრეთ უპასუხე და ვქვი უთხარი მე ანგელოსა რომელიც იდგა ჩემ წინაშე რა არის ესენი ბატონო ჩემო რას ნიშნავს ეს ზეთის ხილები რას ნიშნავს ეს შალდამი იპასუხა ანგელოსმა მოლაპარაკენ ჩემთან და ეგრეთ ამახსენა მე აგერიცი შენ რა არის ესენიო ოასენი არა ბატონო ჩემო იპასუხა და მიბრძანა იმართ ჩემსანაირად ეს არის საუბარი უპრისა იმართ ზერუბაბელს ამნაირად არც ძალითა არც ღონითა არ იქნება ბაშეხის მობრძანებაო ამას არ ჭირდება ომები ტანკები არ ჭირდება 34 ეფები ამერიკის არა კიმბერუხი ჩემი რუახი და სულიერი ძალით შემოგითვალათ ძაბძანებს უბალი სებაოთიო ვინახარ შენ თაო დიდო სინაშე ზერუბაბელსაო გადაიქცევი გასწორებულად როდის იქნება ესეოდა როცა გამოიტანს იმარქვასა იმის ზემო თავისა ამ ბედნიერ შალდმისაგან მაშინ თეშუო ხენხენალა პირუში აი არის სიმღერა მაგრამ რა არის პირუში თეშუო ხენხენა მაგავანა მაშინაო ტაშ დაუკრანცო ყველანი თეშუო ო ტაშის დაკვრა იქნება დაიწყიან შორბათი და შორბათი შენო ვინ არის თადი და არის ყესავები თორა წერას ვეღალო მოშიყი ბეარციონა იშპოდეტარა ესა ბეაითანა დონაი ამელუხა იმთაზე ლაბარაკი მიათარა გადო დიდი მთაკი ხარ დღეს მერე მადაი მემდალე დიოდი მერე იავან იუდ ვავ ნუნ ედომ ალევ დალე ვავ მემ გამოდის 205 წლიანი არ 205 მიათა არ აგადოლ დიდი გალუდის თაკი გადაიქცევა გასწორებულად როცა ეს ამბავი დაგიბავს ვინ არის პატარაკვა რომელიც დაინახა ნებუქადნეცარმა სიძარში პატარაკვა მოწყდა მთიდან და წაშალა ცელები ხატი ფეხებიდან თავამდე დანაყადაფქვა და გადაიქცე როგორც კალოსა საფულისებრი დასტია ქარვაისი ხარი წაიღებს ყველაფერს რუახი გამჩენის რუახი ეს არის ჩვენი სიცოცხლე ამიტომ რა არის ევენმა ასტუაბონი აი თალებაშვილა რა არის ევენი აუგის სიტყვას ალევ ბეთნուն ევინვეროდახ ვერშაცარ ნებუქადნეცარ მასუ მემ მადაი ალეთ ედომ სამეხმავ გემატრია იავანი ესე იგი ევენ მასუში ჩასმული არის 4 გალუთი ევენ მასუაბონი აიდალე როშპინა მაშინ ასიტყვის აისრაელო ზიაიოგასა ადონაი ნაგილა ვენისმეხაბო ანა ადონაიოში ანა ადონაიოში ანა ადონაიოში ანა ადონაიოში ანა ზემა როგორ მოუხდა ძმებს იოსების გაკითხვა ჩვენ ამას ამოწურათ ძმებს არ გაუყიდია იოსები კი გაიყიდა ხოლო ძმების ბრალია რომ არ შეაკავენ პროცედურა იაკობს ეწერა ისრაელის ჩასვლა დაბორკინი გამჩენა ინება ჩაიყვანა ლამაზად მშვენიერად გამოდით იოსების მომაღლების შემდეგში ჯერ თავში ბევრი სიმწარე ჭამა იოსებმა როგორც ხარტურათან ათქვამენ ჯერ მწარე ჭამე თუ დავტვილი თუ ეძებ გემოვნებასა შემდეგში ვხედავ მავალ შაბათს როგორი გემოვნება იყონა იოსებმა ამ დღეებში რომელი დღეებიც არის ვაიორ გაშუქა გამჩენა და შუქდება მსოფლიო დღე და დღე მეტად და მეტად მაღლდება მზე და კიდევ იმატებს თავის შუქს ამ დღეებში არის სიმბოლურად ხანუკა ეს დღეები არის სადაც რომ 36 სანთელი ხანუკის შამაშის არა ჩათვლით ჩვენ ვიშუქებს იმ თორიდან ჩვენ თორიდან 36 დღეს
რომელსაც რომ პირველი შუქი რო გააჩინა გამჩენმა, რომელიც იყო ეცენტაორ, სუფთა შუქი, სუფთა ტანი არსებობა, რაობა, რომელსაც ადამიანი თქვა ვერ გაიგებს, გვიშუქებს ამ დღეებში და დაგვაწეროს ღმერთმა სიკეთე, ბედნიერება, მრავალს დაგვასროს უფალმა, ხენ ირაცონ, პენომარ, ამენ.